მოგესალმებით, მე მამუკა ყუფარაძე და სტუდია რეკ თავაზობთ ინტერვიუს ზალ ანჯაფარიძესთან. სალამი ზალ. მოგესალმები. მივესალმები თქვენს მაყურებელს, მსმენელს. მადლობა. ზალ, ჩვენ 6 თვის წინ, დაახლოებით 6 თვის წინ, ეხლა იანვრის 16-ია, ივნისის თვეში, თუ არ ვცდები, ჩავიწერეთ ინტერვიუ. 6 თვის მერე კიდევ მინდა რომ შევაჯამოთ, ესე იგი სიტუაცია რა ხდება საქართველოში, როგორ ხედავ შენ გაქვს განსხვავებული ხედვა, ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პროტესტანტი საზოგადოებისგან და ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო. ზალ, ხომ არ შეცვლილა რამე შენ ცხოვრებაში სამსახურის მხრივ? არანაირ ოფიციალურ სტრუქტურაში მე არ მუშაობ და მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა, არც პარტიულ და არც სახელმწიფო სტრუქტურაში არ მიმუშავია და ეხლა ხან დავტოვე შექმნილი მდგომარეობის გამო ის ორგანიზაცია, რომელშიც ბოლო დრომდე მუშაობდი, ეს არის კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, ანუ მე აღარა ვარ მისი თანამშრომელი და წარმომადგენელი და შესაბამისად ვარ თავისუფალი მკვლევარი. თუ შეიძლება დავაზუსტებ, ეს ორგანიზაცია დატოვე შენ 6 თვის წინაც, როცა ჩვენ პირველად შევხვდით? არა, მაშინ არ დამიტოვებია, იმიტომ რომ მე ვაპირებდი სხვათა შორის ამ ორგანიზაციის დატოვებას ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ჩემი პოზიცია არ გამხდარიყო ამ ორგანიზაციისთვის გარკვეულად პრობლემა. იმიტომ რომ მე მქონდა განსხვავებული პოზიცია ამ ცნობილ კანონთან დაკავშირებით და შესაბამისად მე მიმართე მაშინ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, რომ ხომ არ იქნებოდა უკეთესი, რომ მე დამეტოვებინა ეს ორგანიზაცია, რომ მას რაღაცა თქვათ რეპუტაციული სხვა ზიანი არ მიდგომოდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მქონდა მიმდინარე პროგრამა და ასე უცბად თქვათ შემცვლელის მოძებნა რთული იქნებოდა, მივედით რაღაც კონსენსუსამდე, გარკვეული პერიოდი ვიქნებოდი იქ, მაგრამ მას შემდეგ რაც მოვლენები ქვეყანაში განვითარდა მიმართულებით, როგორ გამიმართულებითაც განვითარდა, მე უბრალოდ შეუძლებოდ ჩავთვალე ჩემი იქ ყოფნა და დღეს მე ამ ორგანიზაციას აღარ წარმოვადგენ. ზალ, აი 6 თვის შემდეგ, ჩვენი საუბრის შემდეგ, ეხლა ბევრი რამე მოხდა საქართველოში და მაშინაც გთხოვე დაგეხასიათებინა რა მდგომარეობა იყო, რა პოლიტიკური ვითარება იყო და თუ შეიძლება ორი სიტყვით რო თქვა, აი იქიდან დღეს სად მოვედით, ესე იგი ეს არის წინა კრიზისული მდგომარეობა, ეს არ არის კრიზისი, მაგრამ შეიძლება გაჩნდეს წინაპირობები, თუ დაუშვათ სიტუაცია განვითარდა ნეგატიური სცენარით, რომ წარმოიშვას კრიზისი. მაგრამ ის რომ როგორც ზოგიერთი წარმოაჩენს, თქვათ, აქ თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ ქვეყანაში არის კრიზისი, მე ამ განსაზღვრებას ვერ დავეთანხმები. მაგრამ ალბათ უფრო დიდია კრიზისი, ვიდრე იყო არჩევნებამდე. იცით როგორ არის, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს მანდამაც დიდად განსხვავებულია სიტუაცია, იმიტომ რომ ამაზე უფრო ძლავრი და მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლებიც გვინახავს, ხო? თბილისში, სხვაგანა. კი, ხა მართალია ამჟამინდელი საპროტესტო გამოსვლები თავის ფორმატით, შინაარსით, გაეგნული ფორმით ერთგვარად განსხვავდება, მაგრამ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია დაახლოებით იგივეა, იმიტომ რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ყველასათვის ცნობილი, რომელსაც შეიძლება უწოდოთ კრებსითად საპროტესტო ელექტორატი, მაშინაც აპროტესტებდა ხელისუფლების პოლიტიკას, ეხლაც აპროტესტებს და აპროტესტებს ასევე არჩევნებს. ეგ არის, რომ უბრალოდ ამ პროტესტმა ერთგვარად შეიცვალა ფორმები და
როდესაც ჩვენ საუბრობთ საერთოდ აი კრიზისზე, სხვა შორის ჩარლზ ჰერმანს 1963 წელს აქვს ძალიან კარგად დახასიათებული ეს კრიზისი, რა არის პოლიტიკური კრიზისი, რომ ეს არის ჯერ ერთი მოულოდნელობის ფაქტორი, ეს არის საფრთხეების გაჩენა და შეუძლებლობა ამ საფრთხეებთან განკლავების. აი ამ დროს უკვე ჩდება კრიზისი. როდესაც და მე უკვე განმარტებებში აქვს მოცემული, რომ ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ვეღარ მართავს ქვეყანაში ეკონომიკურ სიტუაციას, რომ ქვეყანაში თქვა ხდება ინსტიტუტების ეროზია და ასე შემდეგ იზრდება თქვა საპროტესტო მუხტი, რომელსაც ხელისუფლება ვერ უმკლავდება და ხდება ასევე თანდათანობით თქვა პოლიტიკური სისტემის მოშლა და როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ აი პოლიტიკურ კრიზისზე, რა არის პოლიტიკური კრიზისი კლასიკური გაგებით? ეს არის აი როდესაც დაუშვათ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის წარმოიშვება კრიზისი, უთანხმოება, რომელიც ვერ წყდება მოლაპარაკებების შეთანხმებებზე და შესაბამისად დგება სახელმწიფო კრიზისი და ახალი არჩევნების აუცილებლობა. და საქართველოში ამის თქვა მოცემულობა არ არსებობს, იმიტომ რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ხმაშეწყობილად ერთმანეთთან კარგად მუშაობენ. გარდა ამისა, კი არის საპროტესტო გამოსვლები, საზოგადოების პროტესტი, მაგრამ ჯერჯერობით მან ვერ მიიღო ისეთი მასშტაბი და გაქანება, მიუხედავად იმისა, რომ თქვა არაერთი საზოგადოებრივი და პროფესიული ჯგუფი ჩაერთო მასში, ჯერჯერობით ის ვერ უქმნის აგვე საფრთხეს ხელისუფლების საყრდენებს, მოდი ასე ვთქვათ. შესაბამისად, ერთადერთი კრიზისი რეალური, այսինքն შემიძლია თქვა დაგეთანხმო, არის კრიზისი ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში. აქ ნამდვილად გვაქვს კრიზისი ურთიერთობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებთან, კრიზისი ევროპულ პარტნიორებთან, აქ ნამდვილად სამწუხაროდ ამის თქვა კაფეო ნიშნები შეინიშნება. რა არის ამის მიზეზი? თქვათ ამის მიზეზი არის აი რამდენიმე შრიანი მიზეზი არის. ეს მრავალშრიანი პროცესი, ეს კრიზისი არ დაწყებულა თქვა გუშინ და გუშინწინ. ეს კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გაეტარებინა უფრო ესეთი თუ შეიძლება ასე უწოდოთ, სუვერენული დემოკრატიის პოლიტიკა. ეს ცნება საერთოდ რაღაც ნეგატიური კონოტაციით არის გამოყენებული, მაგრამ რეალურად ასეა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი სუვერენიტეტი წაეღო თავისკენ და თავის გადაწყვეტილებებში, რაც ხშირად თანხმედრაში არ მოდიოდა იმ მოთხოვნებთან, რასაც ქვეყანას უყენებდნენ მისი დასავლელი პარტნიორები. ეს პროცესი დაიწყო 2022 წელს, როდესაც იდგა საკითხი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე და მაშინ ევროკავშირში ჩათვალეს, რომ საქართველო არ იმსახურებდა ამ სტატუსს. შემდეგ ეს სპირალისებურად წავიდა მაღლა და მოვედით დღეს აქამდე. რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უკრაინაში ომის დაწყება, როდესაც ხელისუფლებამ პრინციპში ვარი განაცხადა, მიყოლოდა ევროკავშირის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის პარამეტრებს ამ საკითხში და უფრო აქტიური ყოფილიყო უკრაინის დახმარების საქმეში. ეს პირდაპირ არის დაფიქსირებული იმ დოკუმენტებში, სადაც არის აი კვეთრი ჩამორჩენა. ვარ გავიხსენოთ მოკლედ რა დოკუმენტებშია და რა ითხოვდა ევროკავშირი ჩვენ. ევროკავშირი ითხოვდა ჩვენგან, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა უფრო მეტ შესაბამისობაში და თანხმედრაში ყოფილიყო ევროკავშირის
ასეთივე პოლიტიკას და რომელიც გულისხმობდა თელ წყებას საკითხების. ახლა მაგალითად ყველაზე უფრო თქვა გამაღიზიანებელი და მათთვის თქვა შეიძლება ითქვას შოკის მონგრელი იყო რომ თქვა საქართველოს არ გაწყვიტა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, არ შემოიღო სანქციების შემდეგ აღადგინა აქ მასთან საავიაციო ფრენები, აქ როდესაც ევროკავშირს უკვე მთლიანად ისინი შეწყვეტილი ჰქონდა და რა თქმა უნდა ის რომ საქართველოს უფრო აქტიური არ იყო უკრაინის დახმარების საქმეში. ანუ მისი თქვა დახმარება იყო მინიმალისტური მათი აზრით და ეს ყველაფერი არის ძალიან დეტალურად აღწერილი ციფრებიც არის მოყვანილი და დაუშვათ თუ უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩვენი თქვა თავსებადობის მაჩვენებელი იყო სადღაც 60% დაახლოებით როგორც მე მახსოვს. ეხლა ეს ჩამოვიდა რაღაც 33%-მდე. ანუ სერიოზული ვარდნა არის. ხოდა ეხლა ეს თემა საკმაოდ ფართო თემაა და დეტალებში ჩაღრმავება არ მინდა და ამას უკვე თან დაერთო ის რიტორიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აწარმოებდნენ დასავლეთის მიმართ, იმიტომ რომ თქო დასავლეთის კაცრ რიტორიკას ამათაც ასეთი თქო რიტორიკით უპასუხეს და შემდეგ თუნდაც აი ფაქტმა რომ ის კანონის საერთაშორისო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ისევ მიბრუნდა პარლამენტში, ამის შემდეგ დაემატა ეს ანტი-LGBT კანონის მიღება და სხვა პოლიტიკური და საკანონმდებლო ინიციატივები ევროპაში გააჩინა ეჭვი, რომ სერიოზული ეჭვი და გულისწყრომა იმის თაობაზე, რომ საქართველოს შორდება ევროპულ ტრაექტორიას. ამას არ შეეძლო გამოეწვია ის პროცესები, რა პროცესებსაც ჩვენ ახლა უყურებთ საქართველოს და კოლექტიური დასავლეთის ურთიერთობებში და ამან უკვე რეზონანსი გამოიწვია ჩვენ შიდა საზოგადოებაში, იმიტომ რომ თქვა ჩვენ თქვა პროევროპულად განწყობილი საზოგადოება რაღაცნაირად დაეჭვდა ამაში და ის განცხადება, რაც გაკეთდა პრემიერ-მინისტრის მიერ 28 ნოემბერს შეიძლება ითქვას აღმოჩნდა ერთგვარი თქვა ბიძგი იმისათვის რომ დაწყებულიყო საპროტესტო აქციები. ამაზე ჩვენ შეგვიძლია უფრო დეტალურად ვისაუბროთ კი ბატონო. სალ ერთი რამეს გეტყვი რომ მე მკაფიოდ მახსოვს რომ პირველი გაფრთხილებები რომ ჩვენ ვშორდებით ევროინტეგრაციას მოყვა სწორედ იმ გამჭვირვალობის კანონისგან შემდეგი იყო ოფშერულ ზონებიდან თანხების შემოტანის შესახებ კანონი და ოჯახის სიწმინდეზე ხო ესე პასუხები იყო სწორედ ამაზე და გაფრთხილებები იყო არც ერთი ოფიციალური ისეთი განცხადება არ მახსოვს რომ თქვათ რუსეთთან მიმართებაში ჩვენ თქვათ აი იგივე ვაჭრობაზე თუ რაღაც კომუნიკაციებზე ჩვენთვის ესე იგი საყვედური ეთქვათ და ეს გაეხადათ ევროპასთან დაშორების მიზეზი. მე ესეთი არ მახსოვს. თუ გახსოვს და შემდეგ მომაწვდი სიამოვნებით ჩავსვალ. მაგრამ ჩვენ ორივეს კარგად გვახსოვს რომ ეს სამი კანონი იყო აი ეს განგაში რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის იყო რომ ჩვენ შორდებოდით ევროპას. მე ესე მახსოვს. ვიცით როგორ არის საქმე? კი ეს სამი კანონი კაფიოდ იყო ეს. ეს სამი კანონიც იყო, მაგრამ მე შემიძლია გავიხსენო სხვადასხვა რანგის დიპლომატების, პოლიტიკოსების გამონათქვამები. მაღალჩინოს დიახ ინტერვიუები, სადაც ისინი ძალიან ისე ზოგი უფრო ღიად, ზოგი შეფარულად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ საქართველოს არ იყო აქტიური უკრაინის დახმარების ამბებში და მეორეც ხა არავინ შენ ასე ღიად არ მოგიწოდებს რომ ჩაჭერი ეკონომიკური კავშირები რუსეთთან მაგრამ იყო ღია მოწოდებები იმის თაობაზე რომ მაგალითად
არ უნდა აღდგენილიყო ფრენები. იყო ღია მოწოდებები იმაზე, რომ ძალიან ბევრი რუსი რელოკანტი შემოვიდა საქართველოში. იყო ამაზე ხა მე მოწოდებები კერძო პირებისგან თუ არა, კერძო ოფიციალური პირებისგან იყო აქ მოწოდებები და რამდენადაც მე ვიცი ჩემი წყაროებიდან ეს საკითხები საკმაოდ ინტენსიურად განიხილებოდა. შენ თვლი რომ ეს არის მიზეზი, საწყისი მიზეზი ეს არის. ერთ-ერთი მიზეზი არის ეს და მეორე მიზეზი, მთავარი მიზეზი არის ის, რომ როგორც გითხარი, ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ, რომ უფრო თქვათ აი დამოუკიდებელი და სუვერენული პოლიტიკა გაეტარებინა, რაც ხშირად არ მოდიოდა თანხმედრაში ევროკავშირის მოთხოვნებთან, გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არიან დღეს ბრიუსელში უკმაყოფილონი საქართველოს ხელისუფლების საქციელით და მისი პოლიტიკით. ეხლა ყველაფერი ღიად არ ითქმის პოლიტიკა ისეთი რაღაც არის, რომ რასაც ჩვენ ახლა უყურებთ საჯაროდ თქვათ მიკროფონებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე არის ხოლმე თქვენ ზღვაში წვეთი და აისბერგის წვერი და ძირითადი სათქმელი თითქმის დახურულ კარს მიღმა. თუმცა რეზოლუციებში კაფიოდ ჩანდა ის სამი კანონის შესახებ არ მოწონება. რეზოლუციებში თუ ევროპარლამენტის რეზოლუციების გულისხმობ, იქ მარტო კანონებზე არ იყო ლაპარაკი, სხვა არა, აქედან დაიწყო თქო. სხვა მოთხოვნებიც იყო ჯერ კიდე სად იყო ეს კანონები, რომ იქ სხვა მოთხოვნებიც იყო, ხა აღარ მინდა ეს გავიმეორო, ჩვენმა საზოგადოებამ ისინი აქ კარგად იცის 9 პუნქტი შეუსრულებლობა იყო. ის კი არა ჩვენს აქვენ საზოგადოებას დააბრალეს. ის რომ ჩვენ აქ თითქოს სტალინის რეანიმირებას ვცდილობდით. არ ვიცი, ჩემთვის არ არის ეგ ცნობილი. იყო ერთ-ერთი რეზოლუციის ტექსტში ასეთი აბსურდული თქვა ჩანაწერიც. ხო, შეიძლება ეხლა იქ ჭრელია ეს პარლამენტი და ხო, პარლამენტი ჭრელია, მაგრამ ეს რეზოლუციებიც იყო დიდწილად მე ვფიქრობ, ესეთი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი იმ კუთხით, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მოეხდინათ ზემოქმედება და მეორე მხრივ მიეცათ ხელში რაღაცა სტიმულატორი ოპოზიციისთვის, რომ მე მას ეს რეზოლუციები გამოიყენებინა. გადავდოთ გვერდზე რეზოლუციების საკითხი, ამ რეზოლუციებს ხომ მაინც სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, ხო, რეალურად და გადაწყვეტილებებს ღებულობს ევროკომისია და შემდეგ ევროპის აქვე საბჭო. მაგრამ ეს რეზოლუციები მაინც რაღაც თავის ვთქვათ გავლენას არ ხდენს გარკვეულწილად. ჩვენ არ გავითვალისწინე, ჩვენმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა იმ პრეტენზიები იმ სამ კანონზე და პირდაპირ იყო მოწოდებული გამჭვირვალობის შესახებ კანონის უკან წაღება და ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები. ხელისუფლებამ ჩაატარა არჩევნები, სამწუხაროდ ამ არჩევნებს მოყვა დიდი ვნებათაღელვა, ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ეს იყო უსამართლო არჩევნები, არ დაეთანხმნენ მას, არ დაემორჩილენ მას. ვერ მოხერხდა ქართულ სასამართლოში ამის დამტკიცება 42 სარჩელი შეიტანეს არასამთავრობოებმა პარტიებმა თუ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და არც ერთი არ მიიღო ჩვენმა სასამართლომ. არჩევნები ჩატარდა, თუმცა ეს არჩევნები არ ცნო არც ოპოზიციურმა პარტიამ, როგორც გითხარი, და არ ცნო დასავლური ქვეყნების დიდმა უმეტესმა ნაწილმა, ჩვენ რო ესე ცივილურ ქვეყნებს ვეძახით, რომელიც ევროპას წარმოადგენს და ამერიკას, მათ არ ცნეს, არ მიულოცეს. აი რა შეფასებას აძლევ ამას, თუ შეიძლება მითხარი შენი აზრი. ხო, ჯერ დავიწყოთ იმით ოპოზიციის მიერ არჩევნების არცნობით, ხო? ახლა ხან პროკურატურამ გამოაქვეყნა, ალბათ იცი, აქ შვალედური დასკვნა ამ არჩევნებზე შესაძლო დარღვევების შესახებ. სადაც აღნიშნული იყო, რომ იმ
ადამიანებმა, ვინც გამოიკითხდნენ თუ არ ვცდები 400-ზე მეტი ადამიანი იქნა გამოკითხული, ვერ მოიყვანეს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ სად და როგორ მოხდა დარღვევები. და იყო ასეთი წინადადება, რომ თითქოს ისინი აღნიშნავდნენ, რომ ის განცხადებები, რაც მათ გააკეთეს არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, ერთგვარი პრევენციის ხასიათს ატარებდა. და ამან მე გამახსენა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც სამმა არასამთავრობო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანმა არჩევნებმა ხელისუფლება დაადანაშაულეს ყალბი პირადობის მოწყობების მასობრივად ბეჭდვაში სახელმწიფო კანდიდატის მხარდასაჭერად. თუმცა ვერ დაამტკიცეს ეს, ვერ მოიყვანეს კონკრეტული მტკიცებულებები, ხელისუფლებამ ფაქტების საფუძველზე დაამტკიცა, რომ ასეთ რამეს ადგილი არ ქონია და შემდეგ უკვე მათ გააკეთეს ასეთი განცხადება, ეს ძალიან კარგად მახსოვს, რომ ჩვენ ეს განცხადება პრევენციის მიზნით გავაკეთეთო. ანუ რა გამოდის, რომ მათ დეზინფორმაცია გაავრცელეს პრევენციის მიზნით, რამდენად შეიძლება ეს ემსახურებოდეს პრევენციას, მაგრამ ეს ცალკე შემთხვევა. ახლა შენ ახსენე ის, რომ ოპოზიციამ არ ცნო არჩევნების და არ შევიდა ოპოზიცია. ოპოზიციამ ასევე არ ცნო 2020 წლის პარლამენტის არჩევნები და 5 თვის მანძილზე არ შედიოდა პარლამენტში. ხომ? მაგრამ უყურე რა ხდება, ოპოზიცია, რომელიც არ ცნობს არჩევნებს, სამართლიანობას არჩევნების სამართლიანობასთვის რომ გაყალბებული, შემდეგ ერთი ოპოზიციური პარტიის გარდა ღებულობს დაფინანსებას. დიახ. ისმის კითხვა, თუ შენ ამ არჩევნებს არ ცნობ და მიიჩნევ გაყალბებულად, მაშინ რაღაცომ გიღებ გაყალბებული არჩევნების შედეგად დაწერილი პროცენტების მიხედვით ფინანსურ რაღაც დახმარებას. ეს ერთი. მე მაქვს ამაზე პასუხი, თუ უცებ გიპასუხო. მეორე ფაქტორი, ოპოზიცია აცხადებს, რომ ჩვენ მათ ამ არჩევნებში გამარჯვებული პარტიებიო. რამდენჯერმე ეს გაიმეორეს. კი, მაგრამ თუ კი არჩევნები გაყავდა, მაშინ როგორ ახარ გამარჯვებული? როგორ ახარ გამარჯვებული? ანუ ეს თავიდან ითქვა, რომ გამარჯვებული ვართ და ხო, არა, ეს გაუგებრობაა რაღაც. როგორ არიან გამარჯვებული, გარეთ არიან. ამას მოდი ნუ მივაქცევთ ამას. არა, ეს არის აბსოლუტურად ესე გამარჯვებული პოზიციის ალოგიკურობაზე მეტყოლებს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება არ ვიცი ვინ ამბობს, ვინმე თუ ამბობს, მოდი ვკითხოთ იმას ცალკე. კი ბატონო, ხო, და მეორეც ეს ერთი, როგორც მე უკვე ვთქვი, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაღაცეთა ძალიან მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, ან თქვათ გაყალბებებს ჰქონდა ისეთი მასშტაბი, რომ შეიძლება დამდგარიყო განსხვავებული შედეგი. ეხლა მე მაგალითად, როდესაც ეს ცნობილი ამბავი გახმაურდა თითქოს იქ ფლომასტერმა გაჟონა ბიულეტენის ძალზე, ერთი დაახლოებით 50-ზე მეტი ჩემი ნაცნობი და ახლობელი თუ მეგობარი გამოვკითხე, ვკითხე სპეციალურად, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და თქვენ შემთხვევაშიც ხომ არ ყოფილა ასეთი რამე. გაშონვა? ხო, მეც რომ მივედი არჩევნებზე, გავაფერადე ის და არ შეიმჩნევია. ჩემ შემთხვევაში იყო ზალ, გაჟონვა იყო და ჩემი ახლობლების შემთხვევაში იყო გაჟონვა. კი, მე პირველ კითხვაზე მინდა, აი ერთი პარტიის გარდა სხვები პრინციპში თანახმა არიან, რომ თანხა აიღონ. მე სხვანაირად ვხედავ ამ საკითხს. ოპოზიციამ და საზოგადოების ერთი ნაწილი ჩატარებული არჩევნების შედეგების სამართლიანობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, თორე არ აყენებს ის იმ ინსტიტუციას, ზოგადად ინსტიტუციას არ აყენებს არჩევნების ინსტიტუციას. როგორ ინსტიტუციას ხოც რა? აი არჩევნები რო ტარდება და არჩევნები რისთვის კეთდება, ამას არ აყენებს იმის ქვეშ, ეჭვის ქვეშ, უნდობლობა ამ ინსტიტუტზე კი არ აქვს არჩევნებზე. არჩევნები ეხლავე დავამთავრებ.
არჩევნები კი, ბატონო. იძლევა საშუალებას გავიგოთ, ესე იგი, რამხელა მხარდაჭერას იღებს კონკრეტული კოალიცია თუ პოლიტიკური პარტია და აი ამ მაჩვენებლით, ამ სტატისტიკით ითვლება სახელისუფლებისგან ვინ რამდენი უნდა მიიღოს დახმარება. ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ გაყალბება მოხდა მართველი პარტიის სასარგებლოდ. ანუ ამათ თუ მოაკლდათ ხმა, თორე ამათ ხო არ მომატებიათ ხმა. აქედან გამომდინარე იმისათვის რომ პარტიებმა იარსებონ, ეს არის ძალიან ლეგიტიმური თანხა, რომ პარტიებმა მიიღონ ბიუჯეტიდან, სადაც თქვენ ამომრჩევლები ბიუჯეტს ვავსებთ ჩვენი საშემოსავლოებით თანხას, პარტიებს ეს თანხა ეკუთვნით. ისევე როგორც ჩვენ ხელფასებს ვიღებთ, ბევრი საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელს ალბათ მიაჩნია ასევე გაყალბებულად უსამართლოდ არჩევნები, მაგრამ ისინი აგრძელებენ მუშაობას, ხელფასებს იღებენ. ჩვენ ხო თანამშრომლობთ ინსტიტუტთან, ჩვენ ხო საშემოსავლო დღესაც ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, ეს მე მგონი ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნაა, რომ მათ აიღონ ფული, თანხა მიუხედავად იმისა, რომ არ ცნონ პარლამენტის ლეგიტიმურობა. აი ესეთია პასუხი, ესე მომისმენია მე. არა, კი, ეს პასუხი მეც მომისმენია, მაგრამ მე უბრალოდ ამ პასუხს ვერ ვიღებ, ჩვენ თუ არჩევნებს მიიჩნევ არალეგიტიმურად, ესე იგი არალეგიტიმურად მიიჩნევ მის შედეგებს, შესაბამისად დააკლდათ მათ ხმა, კი არ მოემატათ და არა, გასაგებია, მაგრამ მაშინ სხვა იმაში გადავდივართ. მორალური თქვა აბა როგორ უნდა იარსებონ პარტიებმა? პარტიებმა უნდა იარსებონ, თუ დაუშვათ ის საბიუჯეტო დაფინანსებას არ იღებს, პარტიებმა უნდა იარსებონ სპონსორების საქმე ხარჯზე. აბა თქვა გახარიას პარტიას, ან სხვა პარტიებს ძალიან ცოტა ქონდა შემოსავალი, როგორც მე ვიცი. ან სხვა პარტიებს, რომლებსაც დაუშვათ იმ პერიოდში არ ჰქონდათ დაუშვათ შემოსავალი, იგივე ნიკანორ მელიას და გვარამიას და სხვების პარტიას, რომლებიც ახალი დაარსებული იყვნენ, ხო? მათ ხომ არ ჰქონდათ წარმომადგენლობა პარლამენტში. საიდან ჰქონდათ მათ თანხები? ვიღაცებმა ჩადეს ამ პარტიაში თანხა, ხო? საერთოდ ცივილიზებული ყველას არ შეუძლია ესე კარგად მოიპოვოს. ხო და მაგაში არის სწორედ პოლიტიკური პროცესის თავისებურება დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ პარტია ისე უნდა წარმოაჩინოს საკუთარ თავი, რომ ვიღაცებს მოუნდეთ ამ პარტიაში ფული ჩადება. ასე ეს შემდგომი ეტაპია ზალ, ალბათ რამდენს მოიპოვებენ და ვინ მიიცემს ამას, მაგრამ ის რაც კანონიერად ეკუთვნით მათ, არა არჩევნებით, მაგალითად არჩევნებით, მაინც და მაინც არჩევნების თუ პარლამენტის ლეგიტიმურობის ცნობით, ამათ ისედაც ეკუთვნით, რომ თუ არჩევნების სტატისტიკას დავეყრდნობით და ამ შემთხვევაში მე მონდომებული, აი მე როგორც ამორჩეველი, მე ვთვლი, რომ ის ფული, რომელიც მე უკვე გადახდილი მაქვს, ის უნდა მიიღოს პარტიებმა. რა ვიცი, ესეთი არის შეხედულება და ესეთი აქვს. კი ბატონო, საზოგადოებაში ამაზე განსხვავებული აზრი არსებობს და ნახოთ, კი ბატონო, მე ხარ აი მეორეს ვიტყვი, ლეგიტიმურობაზე ვიტყვი. არის გავრცელებული ესეთი მოსაზრება, რომ თუ კი, ესე იგი, საკონსტიტუციო სასამართლოში იყო შეტანილი საჩივარი არჩევნების ჩატარების კანონიერებაზე და 150 დეპუტატის კანონიერად შესვლაზე პარლამენტში, კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ პარლამენტს არ ქონდა უფლება შეკრებილიყო. ეს და ამ შემთხვევაში პარლამენტმა იჩქარა და მაინც შეიკრიბა და დაიწყო ფუნქციონირება. აი ამას თვლიან არალეგიტიმურად, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ოპოზიციის მხრიდან და კონსტიტუციონალისტების მხრიდან. აი თავად როგორ უყურებ შენ ამას? მე ამას ასე უყურებ, რომ წარმოვიდგინოთ, რომ პარლამენტი არ შეკრებილიყო იმ დადგენილ დროს, რაც არის განსაზღვრული კონსტიტუციით, ხო? პარლამენტის არჩევნების შემდეგ პარლამენტი უნდა შეიკრიბოს დადგენილ ვადაში. თუ პარლამენტი არ შეიკრიბებოდა დადგენილ ვადაში, ხო? ამით კონსტიტუცია არ დაირღვეოდა?
იმიტომ რომ კონსტიტუციაში ხო არის გაწერილი, როდის უნდა შედგეს პარლამენტის პირველი შეკრება. ეს ერთი. თუ ერთი კანონი მეორეს გადაფარავს და მერე შეკრებილიყო, რა მოხდა? რა დაირღვეოდა ამითი? თქვა, ორი კვირით გვიან რო შეკრებილი. ამითი დაირღვეოდა კონსტიტუცია, რომ კონსტიტუციური ვადები პარლამენტის სამართლიანობა რო იურიდიული არის ჩვენი კონსტიტუციონალისტების მიმართ ბოლო პერიოდში მათი შეფასებებიდან გამომდინარე ბევრი კითხვა გამიჩნდა მე პირადად მიუხედავად იმისა რომ მე არა ვარ კონსტიტუციონალისტი, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი მათგანი სოდავს იმ კუთხით რომ კონსტიტუციას კითხულობს საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციებიდან გამომდინარე. ხო და იქიდან გამომდინარე რომ კონსტიტუციას ყველა კონსტიტუციონალისტი კითხულობს იქიდან გამომდინარე და ანუ იმ სამრეკლოდან უყურებს თუ თვითონ რომელ თქვა პოლიტიკურ ბანაკის მიმართ გააჩნია სიმპათია ჩვენ რაღაცა კონსტიტუციურ აბსურდში ვარ და მოხვედრილი იმიტომ რომ ერთნი ამბობენ რომ სხვადასხვა სახალხო დამცველმაც თქვა მე ეს კარგად მახსოვს რომ თუ კი პარლამენტი დადგენილ ვადებში ვერ შეიკრიბებოდა ან არ შეიკრიბებოდა იმის გამო რომ სარჩელი იყო შეტანილი ამითაც დაირღვეოდა კონსტიტუცია აქედან გამომდინარე კონსტიტუციის დაუხვეწაობაზეა აქ მივდივარ ხო ახლა მე მაგალითად მიუხედავად იმისა რომ მე არა ვარ კონსტიტუციონალისტი საკმაოდ დეტალურად მაქვს წაკითხული ჩვენი კონსტიტუცია და როგორც მოქალაქე როგორც ანალიტიკოსი მივიჩნევ რომ ჩვენი კონსტიტუცია შესაძლებელია თორემ არაერთი პუნქტი ერთმანეთთან ან წინამდებობაში მოდის ან ძალიან ბუნდოვანია და შეიძლება მისი თქვათ ორმაგად და სამაგად ინტერპრეტაცია და კონსტიტუციის მუხლი რომელიც ექვემდებარება განსხვავებულ ინტერპრეტაციას ის ვერ გახდება ქვეყნის ძირითადი კანონი და ესეთი განსაზღვრელი იმიტომ რომ ეს საზოგადოების ერთი ნაწილი ერთნაირად კითხულობს მეორეს ესმის ისე თუმცა ამის გარკვევა შეიძლება ხო ამის რაღაც პასუხი იქნება აქ უბრალოდ ერთი არ ესმის მეორეს შეიძლება რომ რაღაც საერთაშორისო ექსპერტიზა ჩატარდეს შენ ხო ადევნები რა თქმა უნდა თვალყურს როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიდიოდა სარჩელის განხილვა ხო ადევნებდი ხო მე იქ ხომ იყო არგუმენტების გაცვლა გამოცვლა ერთმანეთთან და გამოირკვა რომ ორივე მხარე კონსტიტუციას კითხულობს თავისებურად. არ შეიძლება დაუშვებელია ყველა მოქალაქე, ყველა პოლიტიკოსი იქნება ეს თუ არა პოლიტიკოსი კონსტიტუცია უნდა წაიკითხოს აქ ცალსახად. ზალ, მე მინდა ერთი ფრაგმენტი ჩავთოთ ჩვენი წინა ინტერვიუდან, როდესაც მე გეკითხებოდი შენ რა უნდა მოხდეს ისეთი რომ თქვათ ჩვენ მივიჩნიოთ ამ შემთხვევაში შენ მიიჩნიო რომ ქართულმა ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის ვექტორის შეცვალა თუ შეაჩერა. მოდი ჩავთოთ ეს ფრაგმენტი და შემდეგ ვისაუბროთ. რა კომპონენტები შეიძლება იყოს ისე რომ დაუშვა რომ შენ დაგარწმუნოს რომ ჩვენმა მთავრობამ შეიცვალა გეზი. აი რა შემთხვევაში შეიძლება რომ შენ დარწმუნდე რომ მათ აღარ აინტერესებთ ევროინტეგრაცია. რას გააკეთებდნენ თქვათ? ამისთვის საქმე ამის ნაჩვენებელები იქნებოდა ინდიკატორები რა შეიძლება ინდიკატორები შეიძლება იყოს დასავლეთთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირება და დონის საქმე დაწევა. ამის ინდიკატორები შეიძლება იყოს თქვათ რუსეთისკენ გადადგმული უკვე გარკვეული ესეთი საჯარო ნაბიჯები და იმის თქმა იმის გაცხადება რომ აი რადგანაც დაუშვათ ევროპას არ სურს საქართველოს მიიღოს თქვათ თავის რიგებში და გახსნას მოლაპარაკება ჩვენ ვატარებთ მრავალ ვექტორულ პოლიტიკას რომელსაც ისედაც ატარებს პრინციპში ქართული ოცნება მაგრამ თქვა ჩვენ ვატარებთ მრავალ ვექტორულ პოლიტიკას და ევროპასთან გვექნება ის ურთიერთობა რაც გვაქვს და ამის იქით ჩვენ თქო წინ აღარ წავალთ. აი თუნდაც ის რომ დაუშვათ ნატოს წვრილებში
წვრთნებში მონაწილეობის შემცირება ჩვენთვის მაგალითად იქნებოდა ინდიკატორი. ასევე ევროკავშირის თქვათ ესეთ დიდ ფორუმებში მონაწილეობის შემცირება ან თქვათ დონის დაქვეითება ეს იქნებოდა ინდიკატორი და ასე შემდეგ. არსებობს კიდევ ბევრი ისეთი ინდიკატორი, რომელიც შეიძლება თქვა საჯაროდ არ ჩანდეს, მაგრამ შედეგები ხო, მაგალითად აი მოდით ავიღოთ ყველაზე უფრო ისეთი მკაფიო ინდიკატორი, რასაც ევროკავშირი ითხოვს ჩვენგან, რომ ის ამბობს, რომ საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და უსაფრთხოების პოლიტიკასთან არის ძალიან დაბალი, სადღაც 40%-ზე ქვევრს თუ არ ვცდები. და ამიტომაც თუ კი ევროკავშირი იტყვის, რომ აი მთელი ამ ხნის მანძილზე ეს შესაბამისობის პროცენტი აღარ გაიზარდა, მისთვის ეს იქნება უკვე ინდიკატორი, რომ საქართველოს არ ცდილობს ამის საქმე გაზრდას. აი ზალ, ეხლა მოვისმინეთ ჩვენის ფრაგმენტი და ხომ არ გეჩვენება, რომ ეს იქნება მიზეზი იმ დასკვნის გაკეთებისა, რომ ჩვენი ხელისუფლება ცვლის ევროინტეგრაციის ვექტორს. რა კომენტარს გააკეთებ? ხო, ეხლა რაც შეეხება ინდიკატორებს, როდესაც 28 ნოემბერს ბატონმა ყობახიძემ გააკეთა ეს ცნობილი განცხადება, მე მაშინ ვიწინასწარმეტყველეს ჩემს ვიწრო წრეში იქ, რომ ამას აუცილებლად მოყვებოდა ნებათა ღელვები და პრინციპში ასეც მოხდა, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან იოლად ინჯერებს ემოციურ სიმართლეს, ის ძირითადად აი აღქმებზე არის ორიენტირებული და ის რომ 2028 წელი იქნა დასახელებული, რომ აი მანამდე ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებები არ იწარმოებს და საქართველოს ამ კუთხით არ აქტიურებს და დააპაუზებს პროცესს. აი ამან მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე, ძირითადად ოპოზიციურ ელექტორატზე, შესაძლოა ქართული ოცნების მომხრეთა რაღაც ნაწილზე იმოქმედა ნეგატიურად. და მე მაშინ ვთქვი, რომ თუ კი ხელისუფლებას ასეთი განზრახვა ჰქონდა, მას შეეძლო ეს ყველაფერი უფრო სხვა სიტყვათა წყობით მიეწოდებინა საზოგადოებისთვის, რომ ასეთი ნებათა ღელვა არ დაწყებულიყო. იმიტომ რომ ასეთი ხისტი ფორმით განცხადება, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში გამოიწვევდა. თორე შინაარსი გასაგებია შენთვის? იცით რა არის, აი რაც შეეხება შინაარსს, ეს კარგი კითხვა არის, აი ყობახიძემ რაზე გააკეთა აქცენტი, რომ ჩვენ ამ პერიოდის მანძილზე კონცენტრირებული ვიქნებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, ანუ მისი დღესწესრიგის შესრულებაზე და სხვადასხვა ატყუათ ცოტა ვინმე თუ აქცევს ყურადღებას იმას, რომ ეს დღესწესრიგი არის გაწერილი 2027 წლამდე და ახლა ცალკეული ექსპერტები, მათ შორის ევროპის საკითხებში, რატომღაც მიიჩნევენ, რომ აი ეს დოკუმენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რაღაც მეორე ხარისხოვანი დოკუმენტია და ამაზე არ არის დამოკიდებული საქართველოს თქვათ გაწევრება ევროკავშირში. არადა როგორ არ არის დამოკიდებული, ვისაც აქვს წაკითხული ეს დოკუმენტი და იცის რომ ყოველ წელს დგება ახალი დღესასრიგი, რომელთაც მოწოდება თუ რამდენად მოახდინა საქართველოს თავისი კანონმდებლობის, მარეგულირებელი ბაზის და სხვა კომპონენტების ჰარმონიზაცია ევროკავშირთან. შესაბამისად, ეს 2027 წელი შემთხვევით არ ყოფილა ჩაწერილი. ეს არის 28 წელი, ხო? არა, 2027 წელი. შესაბამისად, 2027 წელს უნდა დასრულდეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ყველა ამ პუნქტის შესრულება, რომ საქართველოს უთხრას ევროკავშირს, რომ აი მე აგონ დღესასრიგად გათვალისწინებული ყველა პუნქტი შევასრულე და როგორც სახელმწიფო უკვე ვარ მზად იმისათვის, რომ
შენთან დავიწყო მოლაპარაკებები გაწევრებაზე. იმიტომ რომ წარმოუდგენელია რომ თუ არ მოხდება კანონმდებლობების ჰარმონიზაცია და მთელი ამ მარეგულირებული ბაზის მორგება ევროკავშირის ასეთივე კანონმდებლობაზე და მარეგულირებულ ბაზაზე ევროკავშირში ჩვენ არავინ არ მიგვიღებს. კი რა თქმა უნდა ამას ემატება გეთახმება იმაში რომ ის 9 რეკომენდაციას რაც ევროკავშირმა ჩვენ დაგვიმატა ამ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს საკითხი, მაგრამ ამის გარეშე ეს ვერ მოხერხდება. მე ვცდილობ გავიგო ხელისუფლების ლოგიკა იმაში, ჩემი თავს ვაყენებ, მათ ხავშურო ჩავწვდე, რომ მათ როგორც ჩანს წარმოუდგენიათ, ასე რომ ევროკავშირი განგებ აყოვნებს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს და ამას იყენებს რაღაც ერთგვარ ზეწოლის ინსტრუმენტად, რომ ამით რაღაცნაირად შანსი მიცეს ოპოზიციას, რომ მან საქართველოში ამის ნიადაგზე დაიწყოს რაღაცა თქვა საპროტესტო მოძრაობები. იმიტომ რომ 2024 წლის ივნისში ევროკავშირს უკვე მიღებული ქონდა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან გაწევრებაზე პროცესი გაეყიდა. ამიტომაც ხელისუფლების არგუმენტი იმის თაობაზე, რომ 16 დეკემბერს უნდა გამოცხადებულიყო ოფიციალურად ის, რომ ევროკავშირი აჩერებს მოლაპარაკებას საქართველოსთან და ოპოზიცია ამისთვის იყო შემზადებული და აპირებდნენ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას, მე ცოტა არ იყოს არადამაჯერებლად მეჩვენება, იმიტომ რომ ევროკავშირს უკვე ქონდა მიღებული ეს გადაწყვეტილება და 16 დეკემბერს ამ მინისტერიაზე უბრალოდ მოხდებოდა ალბათ ამის გადამეორება იმისა, რაც უკვე იყო გაფორმებული. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი უკვე არის წარსული, მოდი ჩვენ ახლა შევხედოთ მომავალს, რა გველის, მოხდა ის, რაც მოხდა და მე იმ საუბრიდან გამომდინარე, რაზედაც თქვი, საჯარო ინდიკატორები რა შეიძლება იყოს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება უახლოვდება რუსეთს. საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ინიციატივით არ დაუქვეითებია პოლიტიკური, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები ევროპასთან. ეს გაკეთდა ევროპის ინიციატივით. იგივე კონტაქტები ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ეს არ მოხდა, ეს გააკეთა ოფიციალურმა ვაშინგტონმა. მაგრამ რაღაცა ლოგიკა ხო არა, რატო აკეთებენ? მრავალვექტორული პოლიტიკა, რომელზედაც მე საუბრობდი მაშინ, ხო, ეს მრავალვექტორული პოლიტიკა არის ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა. მათ აქვთ ურთიერთობები ჩინეთთან, ასე გასინჯეთ აქვს ურთიერთობები რუსეთთანაც სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს გულისხმობთ და ეს ხელისუფლებას სჭირდება როგორც ერთგვარი ჩემი გადმოსახედიდან რაღაც ერთგვარი უსაფრთხოების ბალიში იმ შემთხვევაში რომ თუ ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობები გაუარესდა, ამ შემთხვევაში მას ჰქონდეს რაღაც ესეთი უსაფრთხოების განცდა, რომ ეს მრავალვექტორული კავშირები, სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება, თქვა ჩინეთთან, ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, რომელ ქვეყნებთან? რუსეთთან, ირანთან? ჩვენ ესე იგი, კი ბატონო, თუნდაც რუსეთთან, ირანთან, ჩვენ ხო მათთან გვაქვს წმინდა ეკონომიკური ურთიერთობები, არანაირი პოლიტიკური ურთიერთობა ჩვენ არ გვაქვს არც ირანთან და არც რუსეთთან. არ გვაქვს. არ გვაქვს და არც გვექნება, იმიტომ რომ ვერც ერთი პოლიტიკური არ იყო ის ურთიერთობა ბოდიში, როდესაც იმაში გასვენებაში წავიდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი. ეს არ იყო პოლიტიკური განაცხადი? იგივე ამერიკის და ევროპის იმ გასვენებაში უკაცრავად იმყოფებოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი, რომელთანაც
ევროკავშირმა ახლახან გააფორმა რიგი ხელშეკრულებები და ახლახან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. პაშინიანისთვის ირანი არის თუკი ეს მისაღებია პირდაპირ მეზობელი და სხვა ურთიერთობები აქვს. როდესაც მართლა ბლოკადაში იყო იმ თავისი კონფლიქტიდან გამომდინარე, მას არ აქვს არჩევანი, რომ სხვა აირჩიოს მეზობლები ახლა. რატო ვადარებთ ახლა პაშინიანის მდგომარეობას ჩვენს მდგომარეობას? არა, აქ არის მორალური და პოლიტიკური არჩევანი. ეს ხო პოლიტიკური განაცხადი იყო ახლა იქ ეს ხო ეკონომიკური ურთიერთობიდან გამომდინარე არის. პოლიტიკური განაცხადი იყო, ხო და ეს პოლიტიკური განაცხადი ჯდება ხელისუფლების მრავალვექტორულ პოლიტიკაში, რომ მას სურს ამ სერიოზულ რეგიონულ მოთამაშეს და რომელიც მართალია ეხლა ბოლო მოვლენების ფონზე გარკვეულად საკუთარი გავლენები დაკარგა, მაგრამ მაინც რჩება რეგიონულ მოთამაშედ, კონდეს კარგი ურთიერთობები. ერთ ჩაგეკითხები. ზალ, როდესაც ჩვენ შორდებით ამერიკას, ევროპას, ევროკავშირს, როდესაც ჩვენ მათ გაფრთხილებებს არ ვიღებთ და ამის გულისთვის ისინი ჩვენთან ზღუდავენ ურთიერთობას და ვინც შენთვის მართლა აგრესორია, ვინც ტერიტორიები წაგართვა, ვინც ვისი ხელშეწყობითაც ეთნოწმენდა მოხდა, შენ გამოდიხარ შენი პარტნიორების ქოლგის ქვევიდან და იქ ეძებ თავშესაფარს. ეს როგორი ლოგიკაა? არა, მე ნამდვილად ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას, რომ საქართველოს თითქოს თავშესაფარს ეძებს რუსეთის ქოლგის ქვეშ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში ვერ გაბედავს თავისუფლებას ვერ მიცემს იმისა, რომ მინიშნებითაც კი შესთავაზოს ჩვენს საზოგადოებას, რომ მოდი ახლა თქვა რუსეთთან რაღაცნაირად ურთიერთობა დავალაგოთ და მისი ქოლგის ქვეშ შევზროთ რაღაცა ბენეფიტების მისაღებად. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ეს ხელისუფლება რუსეთთან აწარმოებს იმ ურთიერთობას, რასაც აწარმოებს, არა კარგი ცხოვრებიდან გამომდინარე. მოდი ასე ვთქვათ, მე ასე მჯერა. ეს არის გარკვეულწილად იმის პოლიტიკა, რომ შეაკავოს რუსეთის მოსალოდნელი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რაც სავსებით რეალურია იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველო დაიკავებს გამოხატულად ანტირუსულ პოლიტიკას. ამიტომაც ის პრაგმატული და შეიძლება ითქვას ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის თვალში არაპოპულარული პოლიტიკა, რაცაც საქართველო ატარებს რუსეთთან მიმართებაში, ჯერჯერობით ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ აგრესიულ ქვეყანასთან თავიდან ავიცილოთ სამხედრო კონფლიქტი. ყოველ შემთხვევაში ეს ბოლო 2.5 წლის მანძილზე, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ჩვენ ეს ასე თუ ისე შევძელით. და შესაბამისად მე პირადად ვთვლი, რომ ეს მიუხედავად იმისა, რომ არაპოპულარულად გამოიყურება გარეგნულად, ეს მაინც გამართლებული პოლიტიკა, იმიტომ რომ პოლიტიკა ისეთ რამეა, რომ ყოველთვის ვერ მიიღებ პოპულარულ გადაწყვეტილებებს, რომელიც თქვა მოეწონება ყველას. შენ როგორც ხელისუფალი ვალდებული ხარ იფიქრო იმაზე, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიაზე შეენარჩუნო მშვიდობა, თუნდაც ასეთი არაპოპულარული პოლიტიკის ხარჯზე. ანუ სწორედ თუ გავიგე, ესე იგი ევროპისაგან და ამერიკასაგან დაშორება, რაც ახლა სახეზეა, ეს უფრო დაცულებს ხვდის რუსეთთან მიმართებაში? არა, უფრო დაცულებს ხვდის. მე არ ვთვლი, რომ ევროპისგან და ამერიკისგან ჩვენ დაშორებულები ვართ, იმიტომ რომ მე ყოველთვის თუ სტრატეგიული თანამშრომლობა შეწყვიტა, თუ შევჩერდა ეს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება არის. დიახ, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მოახდინათ ზეგავლენა, რომ მათ შეეცვალათ
პოლიტიკა ისე, როგორც ეს უნდათ ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს ხელისუფლებაში კი თვლიან, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის პოლიტიკის შეცვლა ისე, როგორც ეს უნდათ ამერიკის შეერთებულ შტატებს არის რისკებისაგან შემცველი. მე შეიძლება არ ფლობდე ახლა ყველა ინფორმაციას, რასაც ფლობს ჩვენი ხელისუფლება, ხო? მაგრამ შენ გჯერა ხელისუფლებას ამ შემთხვევაში. ნუ ამ შემთხვევაში მე გარკვეულწილად ვიზიარებ მათ ამ პოზიციას, იმიტომ რომ აი ხომ გაცხადდა რეალურად, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვდა ქვეყნის ომში ჩაბმას. აი როგორ გაცხადდა? მე ჩვენ არ ვიცით არც სახელი, არც გვარი, არც პერიოდი, რაღაცა სიახლეა გაცხადების. ეს ჩვენ ვიცით პრემიერ-მინისტრისგან და ეს განაცხადა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ივანიშვილი. დიახ, პირველად საჯაროდ განაცხადა, მანამდე ინფორმირებულმა ადამიანებმა ვიცოდით ეს, რომ ასეთი შეხვედრა და თანაც არაერთი იყო როგორც მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, ასევე უშუალოდ ბიზნა ივანიშვილთანაც. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ როგორ გამოიყურებოდა საქართველოს თქვა ჩაბმული პარტიზანულ ომში რუსეთთან, როგორც ეს ხო არასერიოზულია. ამის გაკეთება ჩვენის მხრიდან. მაგრამ ამას ხო მოითხოვდნენ ჩვენგან. აი ზალ არ არსებობს არც ერთი დამამტკიცებელი საბუთი, რომ ვიღაცა ამას მოითხოვდა, გარდა იმისა, რომ ოცნების პოლიტიკური ელიტა ამბობს ამას. არავით არის საფუძველი არ არის და თან რას მოითხოვდა, ერთ წუთი დავამთავრე. მოითხოვდა ძალიან დიდ უგუნურობას საქართველოს მხრიდან. ომში ჩაბმას და ულოგიკობა, იცი, რა სად ჩანს აქ ზალ, რომ ამას ვერ მოგთ ხო, არ უნდა მოეთხოვ არც ამერიკას და არც ევროპის რომელიღაცა ინსტიტუტის წარმომადგენელს, რომ აი ამის შედეგად ჩვენ ვეფლობოდით ომში, რაღაც უაზრო ომს ვიწყებდით, აქედან მივიღებდით ძალიან დიდ დარტყმას, გავნადგურდებოდით და აქ შემოდიოდა რუსეთი. საერთოდ კარგავდა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა ყოველგვარ საყრდენ საქართველოში. აი რატო უნდა მოითხოვოს ესეთი აბსურდული რაღაცა ან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს ბმა ან ევროკავშირის. რატო უნდა ვაკადროთ ეს სისულელე ბოდიში ამ სიტყვას? არა, აქ კადრებაზე არ არის საუბარი. იმ პერიოდში, როდესაც უკრაინას ძალიან უჭირდა მიდგომა იყო ასეთი, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ როგორმე შემსუბუქდეს, თქვათ, ზეწოლა უკრაინაზე. ნუ ეს უკრაინელების მხრიდან ეს მოვისმინეთ ჩვენ. კი ბატონო, და როგორ ფიქრობ, ეს მარტო უკრაინელების აზრი იყო მე ასე? რა თქმა უნდა, ეს განსხვავდება. არ ფიქრობ, აი დღესაც კი ევროპის და აშშ-ის მიდგომა არის ასეთი, რომ თავარი მიზანი რაც არის რუსეთის სტრატეგიული დამარცხება, ხო? ეს არის გამოცხადებული მათ თავარ მიზნად, რომ უკრაინაში რუსეთმა უნდა განიცადოს სტრატეგიული დამარცხება და პირდაპირ გაცხადებული არერთხელ წამიკითხავს კიდევაც მომისმენია, რომ ამაში უნდა აქტიურად ჩაერთოს აშშ-ის და ევროპის ყველა პარტნიორი და მოკავშირე, რომ აღარ უნდა იყოს აქ ორაზროვნება და ვიღაც თქო გვერდზე აქ გადგომა, რომ მე ახლა ეს არ შემიძლია და ასე შემდეგ. პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ ამ დიდი მიზნის მიღწევაში უნდა ჩაერთოს ყველა პარტნიორი და მოკავშირე. ჩართულია რაფორმით და როგორ საკამათო არ არის. ჩართულია ყველა პარტნიორი, იარაღით ეხმარებიან ეკონომიკურად. მაგრამ საქართველოს არ არის ჩართული. ხო, გასაგებ საქართველოს ჩართვა რას ნიშნავს რა? როგორ უნდა ჩაერთოს საქართველოს? საქართველოს მათ მიაჩნიათ, რომ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა პარტნიორი და მოკავშირე, მათ შორის საქართველოს, რომელსაც ჯერ კიდევ მიიჩნევენ მოკავშირეთა პარტნიორად, კი ბატონო, ამაში უნდა იყოს ჩართული. საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უთქვია და ჩამონათვალი თუ როგორ დაეხმარენ უკრაინელებს. ეკონომიკური მხრიდან რაღაცა ნივთები გაუგზავნეს, საჩუქრები, ჰუმანიტარული დახმარება.
ეს დახმარება არსებობს. ამას ჩვენი ხელისუფლება არ მალავს ჩვენი ხელისუფლება. აქ სხვა რამეზეა ზალ ლაპარაკი. თუ ყველაფერი ეფუძნება იმას, რომ ჩვენ ხელისუფლებას თხოვდნენ ომში ჩაბმას და ამიტომ აქედან დაიწყო ყველაფრის შემოbrunება და დისტანცირება და უნდობლობა ევროპულ და ამერიკულ სტრუქტურებთან, ამაზეა ლაპარაკი. მე ერთ კონკრეტულ კითხვას გაგიმეორებ. თუ ჩვენ ომს დავიწყებდით რუსეთთან, აქ გავაჩაღებდით ჩვენს ტერიტორიაზე, ალბათ ცხინვალის და იმის აფხაზეთის მიმართულებით. მე გეკითხები, ჩვენ ხო აქ დავმარცხდებოდით, ჩვენ ხო აქ წარუმატებლობა გველოდა რამოდენიმე დღეში, ხო? ხო მეთანხმები ამას. ამის შედეგად რუსეთს ხო მოეცემოდა უკვე უფლება და საშუალება, რომ მთლიანად მთელი საქართველოც დაეკავებინა. აი ზუსტად აი ეს შეიძლება ეხლა ლოგიკური მოთხოვნა იყოს ამერიკისთვის, რომ ამერიკას ეს უნდოდა, რომ აქ რუსეთ შემოსულიყო და დაეკარგა? მამუკა, აი ზუსტად ის კონტრარგუმენტი, რაც ეხლა შენ წარმოადგინე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა წაუყენა მის ამერიკელ ვიზაზე. ეს არის ინფორმაცია, რომელიც გამჟღავნა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ და გასაგებია ეს რო ტყუილი იყოს არ უშვებ. რატო უნდა მოეტყუებინა? იმიტომ რომ გაამართლოს ის 9 პუნქტის შეუსრულებლობა, ევროკავშირზე უარისხმა. ასეთი რამის აქვენ უთხოვება უბრალოდ არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი, იმიტომ რომ ეს საბუთის გარეშე ამის კარგი. აი მაგაშია სწორედ საქმე, მე პირადად მაგაში ვაკრიტიკებ ქართულ ოცნებას, რომ აი როდესაც მას გამოეყო ერთი ჯგუფი ხალხის ძალის სახელწოდებით, ხო? რატო გამოეყო, რომ ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიტყვით იმას, რასაც თქო გარკვეული მოსაზრების გამო ვერ ამბობს ქართული ოცნება. სამწუხაროდ ბევრი ვერაფერიც ვერ თქვეს ისეთი საჯარო, რაც დაუშვათ საზოგადოებას დაარწმუნებდა იმაში, რომ რეალურად ჩვენგან ითხოვდნენ ომში ჩაბმას. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ რაღაც პერიოდში ალბათ უფრო მეტი უნდა თქვას და უფრო მეტი კონკრეტიკა შემატოს თავის ამ ინფორმაციებს იმის თაობაზე, თუ ვინმე ცდილობდა საქართველოს ომში ჩათრევას. ზალ, ქართული ოცნების არგუმენტია ეს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ გადავარჩინოთ საქართველო იმ რისკებისაგან დავიცვათ საქართველო, ამას ამბობენ ისინი. აი შენ როგორ მიგაჩნია სხვა ხელისუფლება რო ყავდეს, თქვათ კოალიციური ან დღეს ოპოზიციაში რო არიან, იმათი მიერ რო იყოს დაკომპლექტებული დღევანდელი მთავრობა. ფიქრობ რომ ისინი წაყვებოდნენ ასეთ თუ მართლა იყო მე რისი წარმჯერა ასეთ მოთხოვნას რომ მათ ფრონტი გაეხსნათ სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რეგიონის მიმართულებით და აფხაზეთ. შენ ფიქრობ რომ შეიძლება რომ ეს გაეკეთებინათ მათ? იცით რა არის დიდი ალბათობით ალბათ გააკეთებდნენ, იმიტომ რომ ჩვენ და გაწირავდნენ საქართველოს მოკლედ რისთვის. ეს არის ისეთი პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებული თქვათ პარტიები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თუ კი დაუშვათ დასავლეთისგან მოდის რაღაც თხოვნა, რადგან ის არის შენი მოკავშირე, შენი პარტნიორი და როგორც თვითონ ამბობენ, მათზე არის დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრება და შეიძლება რომ ქვეყანა გავწიროთ ამისთვის, ხო? მათი თხოვნის შეუსრულებლობა იქნებოდა არაპარტნიორული დამოკიდებულება. ასეთი არის დღეს ოპოზიციური სპექტრი. მე იმ 4 პარტიას ესე ვუყურებ. დიახ, მე ასე ვუყურებ აი 4 პარტიის, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი აი მათი მენტალობა, მათი პოლიტიკური ფილოსოფია, მათი ხედვები, მათი თქოთ პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ხო? დიდი ალბათობით უშვებ, რომ ალბათ დათანხმდებოდნენ. და რა ბენეფიტებს მიიღებდნენ ამ დათანხმებით? ეს უკვე მომავლის საკითხი ხა. ამაზე მხოლოდ ჰიპოთეზების გამოთქმა შეგვიძლია რა ბენეფიტებს მიიღებდნენ. რუსეთი შემოვიდოდა მე რა პოზიციაში იქნებოდნენ? რუსების ემისრები გახდებოდნენ? რუსეთის იდეების თუ მითითებების გამხმობელი. არავითარი ემისრები არ გახდებოდნენ. აი რას იზამდნენ მერე? უბრალოდ აქ
იქნებოდა როგორც ეუბნებოდა ეს მაღალჩინოსანი, თქვენ უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ბრძოლაზე, როდესაც მას აი ზუსტად ის არგუმენტი, რაც ახლა თქვენ თქვი რომ თუ კი რუსები აქ შემოვიდოდნენ ჩვენი პასუხი უკრაინაში შევიდნენ და აქ ხო ნახევარი თუ რა ვიცი 30% მე მგონი უკვე 20%-ზე მეტი დაპყრობილია თუ მეტი არა და აქ გაუჭირდებოდა ხო და მაგაშია საქმე აი რას მიიღებდნენ ამით აი ძალიან საინტერესოა მიიღებდნენ იმას რომ აქ რუსეთი იზოლებული იქნებოდა ყოლოდა თავისი შეერაღებული ძალები დაეხარჯა გარკვეული ეკონომიკური ფინანსური რესურსები რომ აქ თავისი ყოფნა უზრუნველყო და რაც თქვა შეასუსტებდა მის პოტენციალს ეს პარტიები აი ვინც მაგ გადაწყვეტილებას მიიღებდა და საქართველოს თქვათ ომში ჩაითრევდა ესენი რას მიიღებდნენ არაფერი იქნებოდნენ აქ მთავრობა დევნილობაში წავიდოდნენ? წავიდოდნენ, რა თქმა უნდა. ესე იგი წასვლისთვის გააკეთებდნენ ამას. აი რაღაცა ესეთი რამე გამოგვდის ჩვენ. ამას რუსეთს დაუტოვებდნენ და წავიდოდნენ დაახლოებით ესეთი შეხედულება. მე ახლა ზუსტად კარგი. ამის პროგნოზირებას ვერ შევდგებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მაქვს იმის განცდა, რომ თუ დაუშვათ ის მთავრობა და ის პოლიტიკური ძალები იქნებოდნენ ხელისუფლებაში დიდი ალბათობით შეიძლება რაღაცა წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ დიდი ალბათობით საბოლოოდ მაინც დაყაბულდებოდნენ ამ მოთხოვნას. საქართველოს დაქცევას, დანგრევას, რასაც მე და მათ ეს ასე არ წარმოედგინეთ. იმიტომ რომ თუ გაიხსენებთ ამ განცხადებებს, ისინი ამბობდნენ, რომ ახლა სწორედ რა ქვია დრო რომ შევიდეთ აფხაზეთში, შევიდეთ ცხინვალში. მე არ მახსოვს. არაერთი ექსპერტი შეგიძლია გვარები დაასახელოს. არა, გვარებს არ დავასახელებ. შეგნებულად. ყოფილი თუ არ გახსოვს. მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი, ჩვენი ასევე ექსპერტები, პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები, რომლებიც პირდაპირ აი აზრის ლიდერებს რომ უძახიან, ისინი ამბობდნენ, რომ აი ახლა სწორედ არის დრო იმისათვის, რომ ჩვენ უფრო აქტიური ნაბიჯები რატო არ შეიძლება მათი დასახელება თუ მე არ მახსოვს ესეთი რამე რომ ვინმეს მოეწოდებინა ახალი ფრონტის გახსნა მაგრამ ნუ შენ როგორც გიქცევ ახალი ფრონტის გახსნაზე არ იყო მოწოდება საუბარი იყო იმაზე რომ საქართველოს გადაედგა აქტიური მათ შორის სამხედრო ნაბიჯები ცხინვალის და აფხაზეთის დაბრუნებისთვის აი საზოგადოება რომელიც რუსთაველზე აგერ 50-ე დღეა დღეს, როდესაც ჩვენ ამ ინტერვიუს ვიწერთ, 50-ე დღეა პროტესტის. ხშირად ხანდახან ვაკვირდები ხოლმე და თვალს ვადევნებ შენს პოსტებს Facebook-ზე და ჩემი საზრით ცოტა დაუმსახურებლად აკრიტიკებ ამ საზოგადოებას და დამიხასიათეთ თუ შეიძლება აი ვინ არიან ეს რა საზოგადოებაა და რა უნდა მოკლედ რომ დავახასიათო ეს არის ზუსტად ის შემადგენლობა ის საზოგადოება უпростоრად საზოგადოების ნაწილი რომელიც პროტესტს გამოთქვამდა ადრეც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ასევე იმაზე უფრო ადრე, როდესაც საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვდნენ. ანუ ეს არის ფაქტიურად, როგორ გითხრა, ოპოზიცია საპროტესტო ელექტორატი. საპროტესტო ელექტორატი დგას იქ რეალურად. შეიძლება მათგან ბევრი იყოს ესეთი აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანიც, მაგრამ ისინი არიან განწყობილი ამ ხელისუფლების და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს არის ის საზოგადოება, რომელიც იქ არის თამოყრილი. იმიტომ რომ მე რასაც უყურებ სოცქსელებში, მეინსტრიმულ მედიაში, მათ ჩემ პროფესიიდან გამომდინარე, მათ განცხადებებს, მათ შეფასებებს, მათ პოზიციას, ხომ ეს არის სწორედ აი კლასიკური საპროტესტო ელექტორატი და ამ საპროტესტო ელექტორატში ბოლო დროს
ბოლო დროს გამოჩნდნენ ისეთი საკმაოდ ცნობადი სახეები, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ჩვენი საზოგადოების ერთგვარი ელიტას, რომლებიც ყოველთვის თქვენ თავისებურად რეაგირებდნენ სიტუაციის ცვლილებაზე ბოლო 33 წლის მანძილზე ამ ჩვენი ისტორიული ქარტეხილების თქვა კვალდაკვალ. ანუ როგორ გითხრა, თუ კი მათში გაჩნდებოდა განცდა, რომ ეხლა ეს პოლიტიკური ძალა არის ის ძალა, რომელიც თქვა სარგებლობს რაღაცა მორალური უპირატესობით, ისინი დგებიან აქვე მის მხარეს და მათმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ამ კუთხით ეხლა ეს ოპოზიციური პარტიები, რომელიც თითქოს და ვთქვათ ჭრილში არიან და წინა პლანზე არ არიან გამოსვლები, მაგრამ რეალურად არიან იქ და ჩემი აზრით თქო გარკვეულწილად წარმართავენ კიდევაც პროცესებს დღეს ისინი თვლიან, რომ მათ მხარეს არის რაღაც ისეთი უპირატესობა და ამიტომაც ისინი გამოხატავენ პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად მხარდაჭერას ამ საპროტესტო აქციების მიმართ და გასაგებია, რომ ეს საპროტესტო აქციები არის მიმართული იმისკენ, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები და ამ არჩევნებში დამარცხდეს ქართული ოცნება. მათ აქვთ ამის იმედიდან განცდა, რომ ხელისუფლებაში მოვა სწორედ ოპოზიცია. ამისთვის ითხოვენ ხო ახალ არჩევნებს. ისინი არიან დარწმუნებული იმაში, რომ თუ ახალი არჩევნები ოპოზიცია ერთგვაროვანი არ არის, ვიღაცა მოვა. არა, გადანაწილდება ხა მაგაში გეთახმები, მამუკა, მაგაში გეთახმები. და არც ოცნება არ გაქრება, ოცნებაც იქნება და სხვაებიც. უბრალოდ სხვა ბალანსს ელოდებოდნენ და ალბათ სხვა ბალანსი. ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრება წავიკითხე, რომ მათ აქვთ ასეთი განცდა, რომ თუ დაუშვათ ახალი არჩევნები ჩატარდება, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ წინა არჩევნები იყო არალეგიტიმური, ხო? მაგრამ იმისათვის, რომ წინა არჩევნები ჩაეთვალოს არალეგიტიმურად, ეს უნდა დამტკიცდეს. და თუ ეს დამტკიცდა, ხო, მაშინ პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება ამაზე? დაეკისრება ხელისუფლებას და არჩევნების გაყალბება არის სისხლის სამართლის დანაშაული. და ისინი ამბობენ ამას, რომ თუ დაუშვათ ახალი არჩევნები ჩატარდა, შეიძლება ქართული ოცნება აღარ ჰქონდეს მორალური და პოლიტიკური უფლება მასში მონაწილეობის. იცი, მოქალაქეთა კავშირის ბედს უწინასწარმეტყველებენ. იცი რა, შეიძლება ვიღაცა სერიოზული პოლიტოლოგები. აი, თუ ესე იგი ვიღაცეები ამას ლაპარაკობენ, კი ბატონო, საინტერესოა ახლა რომ აღნიშნე, რომ ვიღაცა ასეთ რაღაცასაც ლაპარაკობს, რაც ჩემთვისაც მიუღებელია წინასწარ ასეთი ლაპარაკი. მე სხვა რამეს ვკითხულობ. ეს ხალხი, რომელიც აპროტესტებს ამას და ჩვენ ვნახეთ პროტესტის სხვადასხვა ფაზები, აქ იყო შეიარაღებული ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთ ხელჩართული ზღვარზე. კი, არ ვიცი ზღვარზე თუ არა. ზღვარზე. კი აბრალებენ, რომ იმასო, რა ქვია, მოლოტოვის კოქტეილსაც ისროდნენ, მე ესეთი რამე არ მინახია, მაგრამ მე ვნახე, რა თქმა უნდა, ვნახე სროლა პიროტექნიკის, ქვების სროლაც ვნახე, რა თქმა უნდა, და ვნახე ასევე დაპატიმრებები და ცემა ჩვენს თვალწინ წამების ელემენტებით ხალხის ცემა იქვე და შემდეგ ვიცით ჩვენ რომ გაყავდათ იქაც ცემდნენ, იმიტომ რომ დაკავებული ხალხი იყო, ჯანმრთელად გამოიყურებოდა, ხოლო მეორე დღეს ჩვენ ვნახულობდით გალახულ ადამიანებს. ეხლა ამაზე არ მინდოდა განგვემახვილებინა, ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა დაუგდოს თუ არა ყური ამ საზოგადოებას და როგორ უნდა უპასუხოს აი მოთხოვნებს, რომ საზოგადოება თulis რომ უკანონოდ არიან დაკავებულები და მათ განთავისუფლებას მოითხოვს და ხელახალ არჩევნებს. აი, რა რეაქცია უნდა ქონდეს ხელისუფლებას? მე ვფიქრობ, რომ დაკავებულთა გათავისუფლების თაობაზე შესაძლოა
მოინახოს გარკვეული კომპრომისი და ხელისუფლებამ უფრო ტოლერანტული პოზიცია დაიკავოს, მე ასე იმაჩნია, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ გულისხმობს იმად გათავისუფლებას, ვისაც უკვე თქვათ აქვს დამტკიცებული ძალადობრივი დანაშაული და პოლიციელების დაზიანება, მაგრამ არიან ალბათ იქ ისეთებიც, თქვათ, ვის მიმართაც შეიძლება ეს თქვათ გამოტანილი განაჩენები იქნეს გადახედილი, ან პრეზიდენტმა შეიწყალ, ან პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმი იქნეს გამოყენებული. მაქსიმალურად ჰუმანურად შეიძლება მოექცნენ. მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად განმუხტავდა დაძაბულობას. შეიძლება ახლა ყველა ერთბაშად არ გამოეშვათ, არ გამოუშვან საპატიმროებიდან, მაგრამ გარკვეული კატეგორია რომ გაათავისუფლონ, ხო, რომელსაც თქვათ ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ან თქვათ შეიძლება არ უწდება ის, რასაც მას ინკრიმინირებას უკეთებენ, ამის გაკეთება შეიძლებოდა. ეხლა მეორეც, მე მაგალითად ცოტა არ იყოს აი რაღაც უკმარისობის განცდა მაქვს, რომ აი ის პოლიციელები მაგალითად რომლებიც აი აშკარად გამოირჩეოდნენ ძალადობით მომიტინგეების მიმართ, მაგალითად რომელიც ფეხს ურტყავდა იქ მიწაზე დაგდებულ ადამიანს. თუ ხა შეიძლება მათ მიმართ საქმე არ აღიზარდა, ყოველ შემთხვევაში რაღაცა საზოგადოებას დაანახონ, რომ აი მათ მიმართ რაღაც თუნდაც რაღაცა დისციპლინარული საჟელი დაედოთ, ან რაღაცნაირად ან თანამდებობა ჩამოაშოროს დროებით, ხო? ამის გაკეთება რატო არა სისხლის სამართლის დანაშაული? მე იურისტი არა ვარ. თუ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის აქვე ნიშნები, გამოიძიონ და გააკეთონ ეს, ხო? თუ არ აკეთებენ ამას? ნუ მაშინ ვარიძიებენ, ჩვენ ხო იდენტიფიცირებაც არ ვიცით, ვინ დაშავდა, სასამართლოებში არ ჩანან ისინი, თუ დაშავდნენ, მათი გვარები არ ვიცი, საზოგადოებამ არ იცის. არ ჩანან საერთოდ. მამუკა, პირდაპირ გეტყვი ახლა, მე რაც ვნახე, რა ინფორმაციასაც მე ვიცნობ და თქვათ ვიცი, ეს არის სამედიცინო დასკვნები დაშავებულ სადღაც 130 თუ 140 პოლიციელები. ახლა მათი ვინაობის სადნახე ბოდიში, სოციალურში იყოს, მექსელში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში, რომ ამ აქციების შედეგად დაშავდა 133 თუ 125 პოლიციელი და რამდენიმე მათგანი ეხლაც გადის მკურნალობას. ახლა მათი სახელების იდენტიფიცირება თუ ვინ არიან ისინი კონკრეტულად მე არ ვიცი ახლა ეს. ამას არ აცხადებენ. ხო, არ ვიცი ახლა რამდენად ეს თქო მათი შინაგან აწესიდან არის დაშვებული, რომ მათი სახელები გამოაცხადო. არ ვიცი. რაც არ ვიცი. მე ხო უნდა გამოაჩინონ ეს. რაც არ ვიცი, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ალბათ ვინც არის ამაზე მომუშავე ორგანიზაცია, მათ უნდა მოითხოვონ, თქო აი თქო გაშვენეთ ვინ არიან ეს ხალხი. მე ვიცი რომ ითხოვენ და არ ჩანს ეს ხალხი. ანუ აქედან მოდის იმის ეჭვი, რომ ეს ხალხი არ არსებობს. რა ვიცი მე აქედან მოდის ეს ეჭვი. ნუ ვერ გავაკეთებ ამაზე ვერანაირი კომენტარს, ინფორმაცია არანაირი ამაზე არ გამაჩნია. ყოველ შემთხვევაში ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგი განაცხადა, რომ ამდენი პოლიციელი არის დაშავებული, თუ საჭირო არის, მაშინ მათი იდენტიფიცირებაც უნდა მოხდეს, ხო? ხო, გამჭირვალობა უყვარს ჩვენ ხელისუფლებას, აგერ არასამთავრობოები გაგვამჭირვალეს, ასე ვთქვათ და რატო არ შეიძლება მეტი სიცხადე იყოს თუ არის ეს, მაგრამ კაი, გადავიდეთ შემდეგს. მაგრამ რაც შეეხება არჩევნების ხელახალი არჩევნების მოთხოვნას, აქ ცოტა რთულად არის საქმე, იმიტომ რომ ახალი არჩევნების მოთხოვნის საფუძველი უნდა გახდეს ის, რომ ჩატარებული არჩევნები იყო ტოტალურად გაყალბებული. დიახ. იმიტომ რომ ეს არ მტკიცდება. ხო, აი მას შემდეგ რაც ეს დამტკიცდება, თუ კი დამტკიცდება, ამის შემდეგ ექნება ჩემის აზრით ლეგიტიმური საფუძველი ახალი არჩევნების მოთხოვნას. აი მაგალითად სხვადასხვა ქვეყნებში, როდესაც აი რუმინეთში მაგალითად
ხო ნახე რა მოხდა საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პრეზიდენტის პირველი ტურის არჩევნები და ხელახალი არჩევნები დანიშნულ მაისში. მაგრამ ეს არჩევნები ჯერჯერობით არავის არ უცნია ტოტალურად გაყალბებულად. საუბარი არ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის დარღვევებზე, მაგრამ ეუთო უდირი სამწუხაროდ ჩემი აზრით მის საბოლოო დასკვნაში აი რაღაცეთი მოგეთქვა არც წვავს და არც შამპურს აი ხალხოსნურ ენაზე რომ აქ ვთქვათ იმიტომ რომ მან უნდა თქვას ცალსახად რომ ის დარღვევები რაც მისმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ის დარღვევები რაზედაც მათ მიიღეს შეტყობინება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან იყო თუ არა იმ მასშტაბის რასაც შეეძლო ზემოქმედება მოახდინა ხალხის ნებაზე და დამდგარი იყო არჩევნების განსხვავებული შედეგი. 28 ნოემბერს, როდესაც განაცხადა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, რომ აჩერებს დიალოგს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, ამან შეცვალა ჩვენი საკონსტიტუციო გადაწყვეტილება. უარი, ესე იგი წინააღმდეგობაში მოვიდა ჩვენ საკონსტიტუციო 78 მუხლთან კიდევ 78 მუხლთან მოვიდა წინააღმდეგობაში, იმიტომ რომ შეაჩერა და განაცხადა შეჩერება მისი მხარდაჭერებისთვისაც მოულოდნელი იყო ის ამაზე შეთანხმება არჩევნების წინ არ იყო. ჩვენ ეს არ ვიცით მამუკა იყო თუ არა მოულოდნელი ეს უნდა აქ დადგინდეს სოციოლოგიური გამოკითხვით. ჩვენი ვარაუდებია, მაგრამ თავისუფლებას მივცემ შეგეკამათები რომ ეს რამდენად იყო 78 მუხლის საქმე დარღვევა. იმიტომ რომ ხელისუფლებას ხო არ განუცხადებია ის რომ მე ვაჩერებ საერთოდ საქართველოს евро ინტეგრაციის პროცესს. მან განაცხადა შეიძლება არასწორი სიტყვათა წყობით და თქვათ მოსახლეობისთვის გაუგებრად და დიალოგს ვაჩერებ. ხო და მე პრემიერ-მინისტრს ორჯერ მოუწია კიდე გამარტებების გაკეთება მის განცხადებაზე რომ სწორად გაეგო საზოგადოებას, ხო? მათ განაცხადეს რომ ჩვენ ვაჩერებთ ამ პროცესს 2028 და მანამდე ვემზადებით იმისათვის რომ სრულად ვიყოთ მზად ევროკავშირში გაწევრიანებულად. დიალოგის გარეშე მომზადება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არ არსებობს. ეს დიალოგი არის თანამშრომლობა, მუშაობა, მითითებების, ანუ სათანამშრომლო მითითებების მიღება და მითითებებს ისედაც იღებს ხელისუფლება, როდესაც თუ დიალოგი არ არის. ყოველ წელს, როდესაც ხელისუფლება ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებს, რომელიც არის გაწერილი 2027 წლამდე, ის ანგარიშს აბარებს ევროკავშირს, აი მე გავაკეთე ეს არ არის დიალოგი? ეს ანგარიშის ჩაბარება რატომ არის ზალ? თუ ისინი არ ჩამოვლენ და არ იმუშავებენ და რაღაც კომისიებში არ მოხდება ამის გაერთიანება, ფულადი მხარდაჭერა თუ არ იქნება კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც შეჩერებულია, როგორ შეიძლება ეხლა ეს ხელისუფლება თულისება მე ხელისუფლების მაგერად ვერ მაგრამ ხელისუფლება თulis რომ მას საკუთარი რესურსებით შეუძლია ამის გაკეთება. მე მაინც გონია რომ მათ უფრო მეტი სიცხადე უნდა შეიტანონ რომ მოსახლეობისთვის ეს გასაგები იყოს, იმიტომ რომ ბევრმა როგორც ახლა შემ ამბობ რომ ეს აღიქვა როგორც ევროკავშირისკენ სulis საკუთარ შეჩერებად. ესეც არ გახდა ერთ-ერთი მიზეზი ხელახალი არჩევნების ჩატარების, რომ ეს ამან დაგვაყენა, როგორც საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, ამან დაგვაყენა სრულიად სხვა რეალობაში. ანუ არჩევნების წინ მას გაცხადებული არ ქონდა, რომ ის აჩერებდა დიალოგს ევროკავშირის შესვლაზე. მით უმეტეს 9 პუნქტი არის შეუსრულებელი და ასეთი ქმედებებით იმ 9 პუნქტის შესრულება საერთოდ გამორიცხულია რა. თუ რა ვიცი, ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები და მას ხავს მხარდამჭერები, რომელიც
ხო ხედავთ აპირებდნენ ქუჩაში გამოსვლას, მაგრამ ხელისუფლებამ ისინი აქვე შეაკავა, რომ არ გამოხვიდეთ. ეს ნაძვის ხეზე იყო ერთი? არა მარტო ნაძვის ხეზე, მახსოვს. გარწმუნებ მაქვს საკმაოდ სანდო წყაროებიდან შეეძლო, რა თქმა უნდა, ხელისუფლება. ინფორმაცია, რომ მას შეეძლო გამოიყვანა თავისი მომხრეები გარეთ, მაგრამ ეს იქნებოდა ასკარად ესკალაცია, ხიფათის შემცველი მოქმედება, იმიტომ რომ არავინ იცის იქ რა მოხდებოდა, ქართული მithumetes ემოციური ხალხი ვართ და ხშირად ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს ემოციებს. ხო, კარგია რომ ეს არ მოხდა, რა თქმა უნდა, და დაპირისპირება არ მოხდა საზოგადოებაში. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ალბათ ხელისუფლებას ადრე თუ გვიან შეიძლება მოუწიოს ამ გაკეთება და ეხლავე ახსნი რატომ, იმიტომ რომ უკვე როგორ არის საქმე, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართულ ხალხად მიიჩნევენ იმ ხალხს, ვინც დგას საპროტესტო აქციაზე. ისინი ამბობენ, რომ აი ეს არის ქართული ხალხი. ამავე დროს თქვათ არის საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც იქ არ დგას, მაგრამ არის აქ მრავალ რიცხოვანი, რომელიც შეიძლება დგას განსხვავებულ პოზიციაზე. ანუ ასე თქვათ აი მიჩნევა საზოგადოების ერთი ნაწილის, როგორც მთელი ხალხის ნების გამომხატვად, მე არ ვიმაჩნევ თლაც სწორ პოზიციად. არსებობს ესეთი მოსაზრება ზალ, რომ ჩვენ ხელისუფლებას ბრალდება ავტოკრატია, რომ მოკლედ სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია ექვემდებარება ერთ პიროვნებას და შემდეგ რაღაც ელიტით იმართება ეს ყველაფერი და არის მიკერძოებული. აქედან გამომდინარე არ მტკიცდება სასამართლოში ეს დარღვევები. არის ესეთი ეჭვი არის საზოგადოებაში და ასეთ ვითარებაში ჩვენ თუ ვაღიარებთ იმას, რომ არის კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი, ადამიანები არიან ქუჩაში გამოსული, აპროტესტებენ, როგორც ამბობ, აქ უკვე არა მარტო პოლიტიკური სახეები არიან შეერთებული სწორედ ამ ხალხის მანიფესტაციას, არამედ კულტურული ელიტის წარმომადგენლებიც არიან აქ. აი ამ შემთხვევაში ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ გადატვირთვა მოხდეს და აი ეს პოლიტიკური დაპირისპირება განიმუხტოს ახალი არჩევნებით. ეს არ არის საკმარისი მიზეზი? აი ამაზე რა სიტყვა? მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ იმ საზოგადოების გარდა საზოგადოების რომელიც აპროტესტებს. დიახ, რომელიც დგას ახლა საპროტესტო აქციებზე და ითხოვს ახალ არჩევნებს, არსებობს საზოგადოების ასეთივე თუ უფრო მეტი არა ანგარიშგასაწევი ნაწილი, რომელიც ჯერჯერობით გარეთ არ გამოსულა და ამ ყველაფერს თქვათ სახლებიდან, მოდით ასე ვთქვათ, ადევნებს თვალყურს და რომელიც დიდი ალბათობით არ იზიარებს ახალი არჩევნების ჩატარების იდეას. ანუ რა გამოდის, რომ მხოლოდ ამ საზოგადოების ამ ნაწილის აზრი უნდა იყოს დომინანტური, რომ აი მათ მიაჩნიათ, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და საზოგადოების მეორე ნაწილს რა უნდა უთხრათ ამ შემთხვევაში. მათაც ხომ აქვთ საკუთარი აზრი და თვლიან, რომ ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს, რადგანაც 1,200,000-მა ადამიანმა მისცა ხმა ქართულ 1,100,000. კი ბატონო. უკაცრავად 1,120,000-მა მისცა ხმა ქართულ ოცნებას და საკმაოდ სერიოზულია სხვაობა იმ ელექტორატ შორტ პირობაც ეგაა, რომ არ ეთანხმებიან ამ მეორე საკითხი ხა შენ ახსენე ტერმინი ავტოკრატია. მე ვერანაირად ვერ გავიზიარებ ამ განსაზღვრებას, იმიტომ რომ ავტოკრატიის პირობებში თუ ჩვენ აი ავტოკრატიის კლასიკურ ფორმას ავიღებ, პოლიტიკური პლურალიზმი ავტოკრატიის პირობებში არ არსებობს. აბა რა ნიშნებია ჩვენთან პოლიტიკური პლურალიზმის? პოლიტიკური პლურალიზმის ნიშნები არის ის, რომ ჩვენთან არსებობენ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ქუჩაში. არა მარტო ქუჩაში, ისინი თავისუფლად
ოპერირებენ, მათ აქვთ წვდომა ყველა საინფორმაციო საშუალებაზე. ქვეყანაში მაუწყებლოს მინიმუმ 5 ოპოზიციური ტელეარხი, აღარაფერს ვამბობ თქვათ იქ ინტერნეტ გამოცემებზე და სხვა მედია საშუალებებზე. თავისუფლად მუშაობს სოცქსელები, ისინი არ არის დაბლოკილი როგორც ზოგიერთ ავტოკრატიულ რეჟიმში და რაც თავარია ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტებია, ავტოკრატიის დახასიათება, რას არსებობს, არსებობს აზრი თქო, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო არის მოქცეული ერთი პოლიტიკური ელიტის ოცნების. იცი რა არის, ამასაც ამ ნიშნებზია ლაპარაკი. მაგაზედაც მოგახსენებ, ამასაც სხვათა შორის დამტკიცება ჭირდება. იმიტომ რომ მე ყოველ შემთხვევაში, რასაც გავეცანი, თქვათ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებს, შეფასებებს, საქართველოს სასამართლო მიუხედავად იმ კრიტიკისა და პრეტენზიებისა, რაც მის მიმართ გამოითქმის სამოქალაქო სექტორის თუ სხვა წარმომადგენლების მიმართ, მაინც მიჩნეულია, თქვათ, მოწინავე სასამართლოთა თქვათ რანგში, ანუ არ არის მიჩნეული ისეთად, როგორც არის სასამართლოები, თქვათ, აშკარად ავტოკრატიულ ქვეყნებში. გარდა ამისა, ინსტიტუტების ფუნქციონირება, კორუფციის ინდექსიც რომ ავიღოთ, კიდე სხვადასხვა მაჩვენებული ხა მათი ჩამოთვლა. ჩვენ არა ვართ ისეთ პოზიციაში, ისეთ ადგილზე, რომ ჩვენ დაგვერქვას ავტოკრატია. კი ბატონო, მე შეიძლება დავეთანხმო იმ განსაზღვრებას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვართ, თქვათ, ნახევრად თავისუფალი სახელმწიფო, ჰიბრიდული სახელმწიფო, ჰიბრიდული რეჟიმი, როგორც ისინი უძახიან, თქვათ, ჟურნალ ეკონომისტს აქვს ასეთი კვლევა და რა ზღუდავს ჩვენს ნახევრად თავისუფლებას? ანუ ის რომ ჩვენთან დემოკრატია ჯერჯერობით გარდამავალ სტადიაზე ნედლი დემოკრატია გვაქვს, ხო? ეს ხელისუფლების სიმძიმეა თუ საზოგადოების? ორივეს ერთად. იმიტომ რომ საზოგადოება ირჩევს ხელისუფლებას, ხო? შესაბამისად, პასუხისმგებლობა ნაწილდება როგორც ხელისუფლებაზე, ასევე საზოგადოებაზე. ცუდი დემოკრატია. ასე იგი, მე ვიტყოდი ასე, გარდამავალი დემოკრატია და ამ გარდამავალი დემოკრატიის პერიოდი ჩვენთან მე მგონი ცოტა იყოს გახანგრძლივ და სწორედ იმ რყევების გამო, რაც დაუშვათ იყო ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე, მაგრამ ეს რყევებიც არის სხვათა შორის იმის დამახასიათებელი, რომ ჩვენთან არის დემოკრატია თუ რა ავტოკრატიულ სახელმწიფოში ვინ დაუშვებს აქ რყევებს, ციხეში გამოამწყდებენ აქ ყველა ოპოზიციონერს დახურავენ. მოდი მაგალითები ვთქვათ ავტოკრატიული სახელმწიფო. დახურავენ ყველა ტელევიზიებს და ასე შემდეგ. ავიღოთ რუსეთი არის ასეთი. რა თქმა უნდა, არის. კიდე რომელს გავიხსენებთ? ავიღოთ აგერ ბელარუსი, ავიღოთ აგერ იგივე ჩვენი დღევანდელი ბელორუსი, ხო? ხო, დღევანდელი ბელორუსი, აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი იგივე უკრაინა სანამდე ომი დაიწყებოდა. რა მდგომარეობა იყო? დემოკრატიის დროშით აქვე მოსულმა ზელენსკიმ, მანამდე კი მისმა წინამორბედმა პრაქტიკულად დახურეს ყველა ოპოზიციური ტელეარხი, დააპატიმრებს ოპოზიციური ტელევიზიები პრორუსულობის ბრალდებით. ეს ძალიან ისეთი მოხერხებული იარლიყია, რომ იგივე ხდება მოლდოვაში. მოდი მოლდოვაში არა ვართ ახლა ჩვენ კომპეტენტურები, რომ ესე დეტალებში ვისაუბროთ. მე ვამბობ, რომ რუსეთი და მოლდოვას შედარება, მე მგონი არ შეიძლება ახლა. რუსეთის და მოლდოვას შედარება არ შეიძლება, მაგრამ მოლდოვაშიც არის ასეთი ჰიბრიდული რეჟიმის ნიშნები. დავბრუნდეთ. იქ არ არის დემოკრატია. აი ნახე რას ვამბობ, არსებობს საზოგადოების მხრიდან აი ესეთი პროტესტი, რაზე იცით?
ძალიან დამოკიდებულია აღმასრულებელი ხელისუფლება და საკანონმდებლო ხელისუფლება ძალიან შეზრდილია ჩვენთან. ნახე, კანონები. ამ ახალ წელს მიიღეს რამოდენიმე კანონი, რომელიც საზოგადოების ერთმა ნაწილმა უსამართლო კანონებად შერაცხა. ძალიან გაიზარდა და გამკაცრდა კანონები. მაგალითად, ფასადის დამახინჯებისათვის თუ წარწერისათვის თუ სტიკერის მიკვრისათვის გახდა 2000 ლარი. და ზოგიერთი ჯარიმა 500 ლარიდან 5000-მდე ავიდა. არის ჯარიმები, რომელიც 3000-მდე არის ასული. ამ უსამართლო კანონების, რომელიც საზოგადოებამ ასე შერაცხა, გვერდით არის იგივე პრობლემები, მაგალითად, პოლიციელები, მოძალადე პოლიციელები დღესაც არიან იდენტიფიცირების, სანომრე იდენტიფიცირების გარეშე. და ამაზე არავინ არ ზრუნავს. ჩვენ არ ვიცით და საზოგადოებამ არ იცის მოძალადე პოლიციელები ვინ არიან, ამაზე ვისაუბრეთ და არავით არ დასჯა და ადმინისტრაციული უფლებამოსილების შეჩერებაც არ მომხდარა ამაზე. რა განმუხტავს სიტუაციას? აი, როგორ ფიქრობ შენ? აი ამ პრეტენზიების გათვალისწინებით, რომ ხალხი აგერ 51 დღეა გამოსულია და შენ ამბობ ზალ, რომ ნაწილი საზოგადოება სულ არ ფიქრობს ასე, რომ ეს არის ლეგიტიმური მოთხოვნები და ეს ყველაფერი გრძელდება, აი რა განმუხტავს თუ შეიძლება მითხარი, ან რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ხელისუფლებამ აი ეს პოლიტიკური სამოქალაქო კრიზისის დასაძლევად გამოიყენოს, დანიშნოს ახალი არჩევნების შეთანხმებით. ჩვენ უკვე ნაწილობრივ ვილაპარაკეთ ამაზე, ახლა რაც შეეხება იმ საკანონმდებლო აქტებს, რაც შენ ახსენე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ხომ ესენი არის გადმოღებული ძირითადად ევროპული კანონმდებლობიდან. არა, მან ისინი სასჯელებია აწეული. სასჯელებია აწეული. ხო, სასჯელებია. ევროპაში სხვა შესაძლებლობები აქვს ადამიანებს. გასაგებია, მაგაზე შეიძლება დისკუსია, მაგაზე შეიძლება შეხვედრა ჩაინიშნოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ აი თქვათ მოხდეს სასჯელების შესაბამისობაში მოყვანა მოქალაქეების ეკონომიკურ შესაძლებლობებთან, მაგრამ ზოგადად ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ბოლო დროს განხორციელდა, მე ისევ და ისევ მე ამ სფეროს ექსპერტი არ გახლავართ და ვეუბნები ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი თქვათ გადმოვიღეთ ევროპული კანონმდებლობა, ჩვენ ახალი არაფერი არ გამოგვიგონია. და ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ იმ კითხვას, აი რა განმუხტავს სიტუაციას, ხომ მე როგორც უკვე ვთქვი, რომ დაკავებულთა რაღაც ნაწილის გათავისუფლება, რა სასჯელი შეიძლება იყოს ისეთი, რომ ვერ წარმოგიდგენია მათი განთავისუფლება ან მინიმუმამდე შემცირება. მამუკა, ამაზე უნდა იმსჯელონ იურისტები. მე ნამდვილად არ ვიცი რა სასჯელი აქვს მათ აქვე მიჯილი ზოგიერთი რა დანაშაულისთვის მე ვამბობ იმას. რა დანაშაულისთვის შეიძლება, არ შეიძლება, რა დანაშაულის ჩადენა შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული თქვათ მათი განთავისუფლების. აი მაგალითად პოლიციაზე თავდასხმა მამაცე, აქვე ძალადობა, თქვათ ინფრასტრუქტურის დაზიანება, იგივე პარლამენტის აქვე შენობაზე რომ მიეტანის იერიში და იქ რამდენიმე ცეცხლი გაჩნდა. ხო, ამის პატიება არ შეიძლება? ნუ რა ვიცი, აქვე თუ კი ამის პატიება შეიძლება, მაშინ გამოდის რომ სხვასაც შეუძლია შემდეგ იგივე გააკეთოს და ჩათვალოს რომ მე ამასაც აქვე მაპატიებენ. კარგი. აი თუ შენ მე მომიყვარ მაგალითს რომ რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში ასეთი ტიპის დანაშაულის პატიება მომხდარ, ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვა და იტყვის რომ აი სადღაც მოხდა რაღაცა აგ მსგავს თქვათ ბუნდესტაგის
შენობას აქვე შეუტიეს და მათ ეს მე დანაშაული მოგიყვან მაგალითს რომ 400 ლარიანი ჯებირის რაც გამახსენდა უცებ ჯებირის დაზიანებისთვის ხო არ შეიძლება ადამიანი გაუშვა ამას ყველაფერს წინაპირობა აქვს ამის რატო გამოვიდა ეს ხალხი საპროტესტოდ რა ემოციური ფონი იყო რომ არ შეიძლება ადამიანი გაუშვა რამოდენიმე წელი ციხეში მამუკა კი მე მესმის შენი ემოციების შენი განცდების ყველაფერი ეს მარტო შენი განცდები არ არის, მაგრამ აი ჩვენ ხო ვნახეთ ბოლო 3 კვირის მანძილზე, ხო? შეიძლება უფრო მეტის რომ საპროტესტო აქციები ატარებდა აბსოლუტურად შვიდობიან ხასიათს. დიახ. შვიდობიან ხასიათს. არ იყო არც ჯებირების მტრევა, არც ფოიერვერკების სროლა, არც რაღაცა ძალადობრივი აქციები. იცი რაც პოლიცია რაც იქ ვიხილდა შესაბამისად იქ პოლიცია მინიმალურად იყო წარმოდგენილი, საერთოდ არ ერეოდა და მათი შეკრების და მანიფესტაციის უფლება და მათი უსაფრთხოება სულად იყო დაცული. არავინ მათ არ ეხებოდა. პოლიცია ერევა მაშინ, როდესაც იწყება ძალადობრივი მოქმედება, თუნდაც იგივე იმ 400 ლარიანი ჯებირის შემტვრევის მცდელობა, იმიტომ რომ რა მიზნით ამტვრევდა იმ ჯებირს, რომ შევარდნილიყო პარლამენტში, ხო? ნუ რას იძლევ, მე არ მესმის ეს. არ ვიცი, რა უნდა ექნა პარლამენტში შევარდნილს, რა უნდა ექნა. არა, მე არც მე ვიცი რა უნდა ექნა, მაგრამ რატომ ამტვრევდა? არ ვიცი, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის პარლამენტში შერბოდა. მე არ ვარ. რატომ ამტვრევდა ჯებირს მაშინ? რატომ ამტვრევდა ჯებირს? აი მიზეზი, აი რაღაცა мотивация, აი ლოგიკური ბმა ხომ და არსებობს, მე რაღაცას ვაკეთებ იმისათვის, რომ ამით შემდეგ მივაღწიო რაღაცას. ჯებირი ხშირად პოლიციას და ამ მომიტინგეებს აშორებდა ერთმანეთისაგან, ესეთი რაღაცა შეხლა შემოხლა იყო. არ ვიცი ახლა მე დეტალებში არ მინდა აქვე შევიდე, იმიტომ რომ კარგი, მოდი მიუბრუნდეთ რამ შეიძლება განმუხტოს ეს სიტუაცია. აი მე გითხარი რამ შეიძლება განმუხტოს და ხელისუფლებამ შეიძლება გამოიჩინოს კეთილი ნება და ეს საკმარისი იქნება? შეიძლება არ იყოს საკმარისი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იქნება პირველი ჟესტი ხელისუფლებისგან, როგორ იწყება თქვათ კონფლიქტების განმუხტვა, შენ გასწავლება მაგის არ ჭირდება, ნამდვილად მაგაში რო თქვენ ჭიბი გაქვს მოჭრილი ხო? აი კონფლიქტების განმუხტვა როგორ იწყება, რომ ერთი მხარე დგავს რაღაც დაუთმობს კომპრომისს. ნაბიჯს აკეთებს რაღაც კეთილნების ჟესტს და შემდეგ მეორე მხარეც რაღაცნაირად აკეთებს იგივეს, ხო? მაგრამ აი ეს დაძაბულობა, ნერვიულობა, რაც არის კვებავი წყარო ამ კონფლიქტის, ხო? რეალურად აი ქმნის ამ კონფლიქტოგენურ გარემოს და კონფლიქტოგენური გარემო რთულია დაიჭირო ჩარჩოებში. მან შეიძლება ჩარჩოები გაარღვიოს და მე გადაიზარდოს რაღაც უფრო სხვა მძიმე ძალადობრივ მოქმედებაში და ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შეეძლო იფიქრა იმაზე, რომ რადგანაც მოთხოვნა არის დაყენებული, რომ გათავისუფლდეს დაკავებულები რაღაცა ნაწილი მათი, რომელსაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, კარგი, გავიგე. გამოვიდნენ. ხელახალ არჩევნებს შენ არ იზიარებ და ვერ ხედავ იმის კლიმატს, რომ ხელისუფლებამ ამ დაპირისპირების განსამუხტად შეიძლება ჩანიშნოს ახალი არჩევნები. შენ ამას ვერც მიზეზს ხედავ და ვერც პერსპექტივას. მამუკა, მე ამას უდგები ორი კუთხით. პირველი ეს არის წმინდა ფორმალისტური მხარე. იმისათვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, იმის წინ ჩატარებული არჩევნები უნდა იქნეს აღიარებული როგორც გაყალბებული. ეს ერთი. მეორეც, მე გეთანხმები შენ იმას, რომ არსებობს პრეცედენტები, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში, რომ კრიზისის განსამუხტავად ხელისუფლებას წმინდა პოლიტიკური თუ პოლიტექნოლოგიური მოტივებით მიუღია გადაწყვეტილება ხელახალი არჩევნების ჩატარების და შენ გაუმარჯვია ამ ხელახალ არჩევნებში.
აი მაგალითად სერბეთში ხომ ჩატარდა ხელახალი არჩევნები, იმიტომ რომ ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა. მაგრამ ის არჩევნები ჩატარდა აი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. მართლმა ძალამ გადაწყვიტა, რომ აი მისთვის ამ ეტაპზე უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ახალი არჩევნების ჩატარება, ვიდრე დავუშვათ ყველაფერი. ასეც ჯერ ვერ ხედავ შენ, რომ მართლმა ძალამ. მე ჯერჯერობით ამას ვერ ხედავ, მაგრამ ამის პირველი სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს თქვათ გაზაფხულზე, როდესაც მეტნაკლებად გაირკვევა როგორ მოხდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ის ხელისუფლებას შორის, ახალ ხელისუფლებას შორის ურთიერთობების გადატვირთვა. თუ დაუშვათ ჩემი ვარაუდით აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის მზად არის იქონიოს ურთიერთობა ამ არსებულ ხელისუფლებასთან, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნების საკითხი დღესასწაულიდან მოიხსნება, იმიტომ რომ რასაც გააკეთებს აშშ, იმას მიყვება თანდათანობით ევროპა. ეს პრაქტიკა ასეთი ჩვენ ეს აქვე ვიცით და შესაბამისად ჩვენ ალბათ უნდა ველოდოთ იმას, თუ რა პოზიციას დაიკავებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამ მოვლენების მიმართ დღეს მიდის საქმე საქართველოში. ეს ერთი, მაგრამ როგორც სწორად აღნიშნა სხვათა შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოში პიაკაუმა, აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ არ ჩამოვიდა თუ ვერ ჩამოვიდა, რომ და სხვათა შორის არა მარტო მან, არამედ სხვებმაც, რომ არჩევნებს ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი. ხო? არჩევნებს ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი. იმიტომ რომ ყველა აქ სახელმწიფოში აქ ხალხი არის ძალაუფლების წყარო. ამაში ხო აქ თავხდებით. შესაბამისად ის ლეგიტიმაცია, რაც მოდის უკვე საერთაშორისო საზოგადოებიდან, ემყარება იმ ლეგიტიმაციას, რასაც მოსახლეობა აძლევს ხელისუფლებას. და ის პოზიცია, რაც დაიკავეს დღეს ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა, გულისხმობ ბაიდენის ადმინისტრაციას და ევროპელ მთავრობებს, რომ რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ყველანაირად ხელი წააშორონ ოპოზიციას, მე ასეთი განცდა მაქვს. არ არის თლად მივეტყოდი სწორი. იმიტომ რომ ამით ისინი გარკვეულწილად ხელს უწყობენ იმას, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდეს, იმიტომ რომ როდესაც აქ ჩამოდიან ევროპელი პოლიტიკოსები, ევროპარლამენტარები და სხვები და მონაწილეობენ ფაქტიურად ოპოზიციის მიტინგებში, ეს მათ აძლევს სტიმულს იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გარემ აქ მხარდაჭერა და გავაგრძელოთ ეს ჩვენი საპროტესტო აქტივობა. ასე რომ მოდი დაველოდოთ იმას, თუ რას იზამ ტრამპის ადმინისტრაცია და ამის შემდეგ შეგვეძლება უფრო საგეგნობრივად ავისაუბროთ იმაზე, რა შეიძლება გახდეს, ანუ წავა თუ არა ხელისუფლება ახალი არჩევნების დანიშნვაზე. ჯერჯერობით მე ყოველ შემთხვევაში მათი მხრიდან ამის მზაობას ვერ ხედავ. კარგი, ზალ, დიდი მადლობა. ეხლა გემშვიდობები. მადლობთ. გემშვიდობებით, მეგობრებო.